ესენი არის უადო პატიმარი გიორგის გაკეთებული. ბადრეს გადმოყავდიო, საჩანთაო და ვითხარი 1-2 წუთით გავჩერდით აქ რომ სადავინახო. მაყურებლისთვის ის არის უბრალოდ ბოროტმოქმედი. ყველაზე პირველი ვინც 60-ში შედის არის ბოროტმოქმედი. შესაბამისად ვინც იმას განისშის ავაზაკს, ქრისტეს განშის, ის სიცოცხლე იქ ვლინდება, სადაც ადამიანი ილეწება. ზუსტად იქ ცხადდება აღდგომის ძალა. ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება. სიკვდილი დავიწყების პერფლია. სიკვდილი საერთოდ არ არსებობს, ეს შიშია. გულის ჯამში დამიგროდა ჭვარტი მოგიზგიზე სიყვარულის გამო. სიყვარული სიკვდილზე ძლიერია. ჩვენი თავი ბოროტი არასდროს არ გგონია. ბოროტება უგუნურებას, უნწეფრობას ნიშნავს ყველა ენაზე. ყველაფერი რაც გაღიზიანებს, რასაც ებრძვი, სარკეა, რომის გაჩვენებს პრობლემა აქაგაკ მიდგომაში. შენი აჩდილს როგორ გამოასწორე, ბაბა მითხარი, მონანიება არის გონსპოსლას. გამეღვიძა, მივხვდი. აი ეს არის აღდგომა ქრისტეში. დავეცემი კიდეც, მაგრამ მე რა ეს არც რომელიმე მომარს განიჟიანი მის გამო რომ დაიჭერა. მე რომ მერტვა ჩვენ დავტოვა გაგვიბრაზ ტყუილი, სადაც გინდა წადი თუ გულში სიტყვა არა გადა, სიყვარული არა გაქვს, ყველგან ჯოჯოხე წაიღე. კიდე ვილები გაქვს, კიდე ბანკში ანგარიშები, ახალი ბენტლით გაიარა, ტყუილია. ეს არის ნამცეცები, არის სხვაგვარი სიცოცხლე. რომ ნუაფასებთ ერთმანეთს და ცხოვრებასაც იმის მიხედვით რა ზედაპირზე ჩან. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ტრადიციულად ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დღევანდელი ჩანაწერი გავანა აღდგომებს. ამიტომ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და რა თქმა უნდა ამ დღეს მე სტუმრად ვიწევ სასულიერო პირს ჩემს პოდკასტში. დღეს კი მოვიწვია მამა გურო მოთხოზორია. მამაო, ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა, გილოცავთ. გილოცავთ მეც, დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმარი ხართ. ძალიან ითხოვდა ჩემი მაყურებელი თქვენს მოწვევას და აი ავუსრულეთ ხოვნები და დარწმუნებული ვარ წინ ძალიან საინტერესო სააღდგომო საუბარი გველოდება. საუბარის რა გითხრა. ეს ისეთი მოვლენაა, როდესაც ალბათ საუბარი ყველაზე ნაკლებად გამოსდგამს ამ მოვლენის არს და თუნდაც ემოციურადაც კი. იმიტომ რომ ეს უკვე ცდება ადამიანური შესაძლებლობის საზღვარს ეს სიხარული და ამიტომ არის ეკლესია წინა სააღდგომო სამზადისი აქ წინა სააღდგომო რომ ნელ ადამიანი გამოიყვანოს აი ყოველდღიური გრძნობითი ემოციური ცხოვრების აი რეალობიდან და რაღაცა ამაღლოს თანდათან შიგნით შეიყვანოს თავისი არსების ცენტრში შუაგულში, რომელიც აი წუთისობრივ საზრუნავებით არის დატვერილი ჩვეულებრივ და არ ვლინდება, იხშობა და ადამიანს ხანდახან ისეც კი ავიწყდება, რომ მარტო გარეგნული სიხარულებით იკვებება ამ დროს, როცა წყაროს თვალი იქ არის. და თვითონ სიტყვა აღდგომა სწორედ ეს აღდგინებას იშოვს, განახლებას. ანუ დაბრუნებას იქ სადაც არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენი სახლი, ჩვენი სამოთხე. ამიტომ აღდგომამდე ისეთ საკითხებს გითხდოთ, რომელიც ნელ-ნელა ადამიანს ახსენებს თუ რა არის ჭეშმარიტება, საქციელი, ცხოვრების წესი და იქ მეზვერე და ფარისეველი, უძღების შვილი, აქ ეს მომენტები სახარებიდან ადამიანს აბრუნებს ნელ-ნელა გამოყავს დავიწყების ბინდიდან, რომელსაც წუთისოფელი ქვია და ნელ-ნელა ასუფთავებს მის ცნობიერებას გამართავს და რომ აღდგომაში თანააღდგომა მოხდეს ჩვენთვის არის თორე ქრისტეს ყოველწლიურად განმეორების მიზანი სწორედ ეს არის ერთხელაც იქნება ჩვენ მართლაც ჩავვარდეთ იქ თანააღდგომაში და დამთავრდება ჩვენი ხეტიარი და წვალება. რატომ აი როდესაც აღდგომა გვასწავლის რომ ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება და ის იმ ქვეყნიურ ცხოვრებას აგრძელებს. მაინც რატომ ხდება, როდესაც ადამიანებს ასე გვეშინია გარდაცვალების და სიკვდილის? სწორად თქვი შენ, თვითონ სიკვდილი კი არ არის პრობლემა, როგორც მოვლენა. არამედ ჩვენ შეგვეშინდა სიკვდილის, აი და შიში არის პრობლემა, ამიტომ ქრისტე სიკვდილისგან კი არ გაგვათავისუფლა. სიკვდილი შიშისგან, ეს ძალიან დიდია სხვაობა. თუ ჩვენ სიკვდილი გავაცნობიერეთ, რა არის, მაშინ ერთი კოტეტიშვილის გამახსენდა ბოლოს
სიკვდილი დედა ყოფილა, სიკვდილი დედინაცვალიო. ანუ როცა მივხვდიო და გავიგეო. შესაბამისად იესო როგორც აი სიცოცხლის პირველ წყაროდან ჩამოდის, ხო სამების იპოსტასი მეორე და თვითონ გადის ჩვენი სიკვდილის გზას ამ სხეულში შემოდის. სიკვდილი დაღდასმოს სხეულში შიშებით. და თვითონ გვაჩვენებს ნიმუშს, აი როგორ დაამარცხა სიკვდილი, რისრიც რა ჩვენ ფატალურობა გვეგონა, გარდაუვლობა, ერთადერთი რეალობა და სადღაც იმედები ყველა რელიგიაში ბჟუტავდა, რომ იქ საიქიოში რაღაცა იქნება, სულის უკვლავება იქნება. ყველა რელიგიაში არის ეგეთი მანუგეშებელი რაღაცა, რომ ყველაფერი არ ქრება სიკვდილით, მაგრამ ეს არაფერი შედეგს არ აწევს ადამიანს. არაფერს მაინც განცდებში ვართ. მე დღეს არ შემიძლია ამის იმედით ვიცხოვ. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაშიც დავდივართ, მარხვას ვიცავთ, აღდგომა გვიხარია. ეს სულის უკრავების წმენა არ ჩრის ადამიანს. აქ არის ლაპარაკი, რომ ეს სიცოცხლე, ცოცხალი არ შეიძლება ის რაღაცის მერე იყოს, ხვალ იყოს, გუშინ ყოფილი იყოს, სადღაც იყოს, სიცოცხლე თვითონ არსებულია, ხო, რაც არსებობს, ცოცხალი, ხო, არსებული თავისთავად არსებობს. და ეს არის ის სამოთხე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობდა თავი და ღმერთთან ურთიერთობის აი ეს მამაშვიდური მდგომარეობა ერთიერთზე, ანუ ჰარმონია, აი არის სამოთხე. და არავითარ შემთხვევაში ეხაც გეოგრაფიული ადგილი. ორი ადამიანი როდესაც ერთმანეთს უყურებს სიყვარულით, სიმშვიდით, სრული მიმღებლობით უკვე სამოთხე შეიძლება გამთლიანდა. ანუ ადამიანი ღმერთის კნილება ხატად შექმნილი იწყებს რეალობა მისი ჩვენი არსებობის არის სიცოცხლე, რომელიც მას ჰქონდა ღმერთთან ურთიერთობაში, ეს არის სიცოცხლე, პირველ წყაროსთან და ცოცხალი. ხოლო სამოთხის დაკარგვა ნიშნავს მოკლებას ამ სიცოცხლიდან. და არა ბიოლოგიურ სიკვდილს, ფიზიკურ, მაგ გაგებით სიკვდილი საერთოდ არ არსებობს, ეს შიშია, იმიტომ რომ ტვინში შემოვიდა სიკვდილი, რომ დააკლა და გადაფარა მე ნამდვილი ფესვები ჩვენ, შინაგანი ნამდვილი, რისგანაც მოვდიოდით ჩვენ ცოცხალი წყაროსვალი და ფაქტობრივად სიკვდილი ეგ არის, რომ მოკლებულობა პირველ წყაროს, მოკლება. შესაბამისად თუ მოკლება მოხდა, ამ მოკლებამ გამოიწვია შიში, დაძაბულობა, პანიკა, ეს ურთიერთობა და სისტემა, რომელსაც წუთისოფელი ქვია, ამ შიშზე და სირცხვილზე აგებული ორი გზნობა რო გაჩნდა. ანუ ეს ურთიერთობები, სახელმწიფო სისტემები, რელიგიური სისტემები, ტრადიციები, ერთგვარი შემაკავებელი სისტემებია, საშუალებებია გამწარებული ადამიანი, რომელიც სიცოცხლე დაკარგა იტარიელივით. და ეხეთქება ყველაფერს და ამიტომ სახელმწიფო შემოდის როგორც მარეგულირებელი რელიგია, როგორც რაღაცა საიქიოს ტრადიცია და იმართება ადამიანი და რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ რაღაცა იმართება რომ უამრავი ნორმები შეიძლება, მაგრამ მკვდარი ადამიანი მკვდარია, იმიტომ რომ სიცოცხლე მას იცის როგორია გემო. პირველ მდგომარეობად ჩვენ ეს იყო და როცა ასეთ სისტემაში ვარ, აქ ვერ ეგუება და იცვლის სისტემებს, იცვლის რელიგიას, ფორმებს, ომები, უბედურებები, ეს არის გაბოროტებული ადამი. აი როგორ ტარიელი იყო გაბოროტებული. ტარიელი, რომელიც ძალიან კარგი ნიმუშია იქ ეცხა როსტევანთან შეხვედრა რო ხდება უცხო მოყვეზის თავჩაკიდრული ეს მიდის შერეთი ეკითხება რაღაცას ტარიელი პასუხს არცემს მე 12 მე თვითონ მეფე და ამ დროს ეს დამართებს საშინელებას როსტევანის რაზმს და როსტევანი ასკნის რომ ეს არის ბოროტი ეშმაკი სატანა დაიკარგა დამთავრდა და მიანიჭა ბოროტების არსი არის და მაგრამ თინათის ღამეები არ ძინავს, ანუ თინათ რაღაცას ხდება რომ ღმერთი კარგს ამოავლებს და ბოროტს არ დაბადებს, ანუ არ შეიძლება ბოროტება იყოს არსებული. რაღაცაშია საქმე, რა მოხდა და თინა ავთანდილს უშვებს. ახლა მოკლედ რო ვთქვათ ეს და შემდეგ ავთანდილი როცა 3 წლის ძიების შემდეგ უკვე ყველაფერს გააკეთებს რომ მივიდეს ახლოს მასთან და რო ახსენებს შენო იქ რაზმი რო დაგვიხოცეოდა რა. გამონდა რა გიდოდათ რას მერჩოდით ვიჯექი ჩემთვის ნესტანზე ფიქრობდი გამწარებული მოვიდა ერთი ვანახე ან მივანიშნე რომ შენი თავი არ ამა მოვიდის მერე კიდე 12 მერე კიდე მეფე წამოვიდა გამაგიჟეთო ანუ თურმე გაბოროტებული იყო ნესტანი აკლია და შესაბამისად
ასეთ გაბოროტებული ადამიანი, რომელსაც ყველაზე მთავარი სიცოცხლე აკლია, ამ შემთხვევაში ნესტანი აუდრის 64-ს, ჩემს იმ მეორე ნახევარს, რომელზეც მოწყვეტილი ვარ და ჩემი სიცოცხლე არაფერს არ გავს და არაფერი არ მახარებს, გარდა იმისა, რომ მას შეუერთე. ოღონდ წერტიალობ, დავხეტიალობ ამ წუთისობაში ყველაფერს ვეხლები, რომ რასაც კი 64-ის გემო აქვს, ფერი, სურნელი, გემო, ხმა, ყველაფერი აი რაღაცას ვიქავებ, მაგრამ ეს საბოლოოდ არ მიქრობს და აი ეს არის გაბოროტებული. არსით ბოროტი არ არის. თუ ამას მივხვდებით, მაშინ მაცხოვარი ჩვენ შეგვიძლია ჯვარზე სიყვარული გამოვაცხადოთ და მამაო მიუტევ არიციანას აკეთებს ჩვენ ჯვარცმელებს. ანუ ისინი რომელსაც არ ესმით, არაფერი გამწარებული არიან, შური კი არ ვიძიოთ და რაღაცა ბოროტებით კი არ მივაგოთ, როცა მივხვდებით, რომ ის არსით კეთილია, მაგრამ გამწარე გაბოროტებულია და როცა ასეთ სიყვარულს აჩვენებ, ის თავისუფლდება აღდგება, როგორც ავთანდილმა აჩვენა. სად არის ეს ავთანდილობა დღეს? სად არის ქრისტე თუნდაც? ეს ყველაფერი რაღაცა წიგნებში გადავიდა. რელიგიურ რიტუალებში, ამაზე ვყვებით, ნიშნებს წერთ ვეფხისტყაოსნის ზეპირაცოდნაზე. ციტატებზე, ბაბარებ გამოცდებს, ბეზიარებით, აღსარებებს ვამბობთ, ქრისტეს ხატებით მოფენილია ყველაფერი, ჯვარი, ტაძრები, ღვთისმსახურება, ყველაფერი. სად არის ცხოვრების წესი, რომელიც ქრისტემ მოგვიტანა, ქრისტესავი ჯვარცმული სიყვარულის მატარებლები, ავთანდილივით მოყვასისთვის თავგანწერული ახალგაზრდები. ნუ თუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ან შოთას ფანტაზიას, ყველაფერი განუხორციელებელია, მით უმეტეს სახარება. რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ერთჯერად ისტორიულ აქტად დარჩენილიყო და მე ჩვენ 2000 წელი გვექო და გვედიდები და მაცხოვარი ღვთისმშობელი რომ რა გააკეთეს, რა მოხდა და შორიდან უყურეთ რომ და ზოგადი ლაპარაკები რეალობა არ იცლება, ცხოვრება არ იცლება. და ამიტომ ჩვენი მიმართულება უნდა იყოს აი პირდაპირ თვალი გაუსწოროთ და აი ამ ჯვარცმის არსი გავიგოთ, აღდგომის არსი უბრალოდ კი არ რაღაცა ისტორიულ დროში მომხდარი მოვლენით კი არ უნდა ვიყოთ აღტაცებული და ქრისტე ადგაჭეშმართა დაახსნა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აღდგომის ცხოვრება, სიხარული ეს ყოველდღიურობაში თუ არ გამოვივლინდა ჩვენ. და თქვენ რას გულისხმობთ, თავარი რა არის, რომ მოყვას გავუგოთ, მის მდგომარეობაში შევიდეთ და ის არ გავრიყოთ, როგორც ეშმაკი, იმიტომ რომ ადამიანებს ჩვენი თავი ბოროტი არასდროს არ გგონია. ჩვენ ყოველთვის სხვა გვგონია ბოროტი. და უყურე მამების სწავლებით ბოროტება ეს არის საგნის მოვლენისადმი არაფუნქციური დამოკიდებულება, ანუ არასწორი ხედვა. ანუ თვითონ არსიან საგანი ნივთი კი არ არის ბოროტი, მათში კი არ არის მამები გვასწავლეთ. არამედ მათ დამიჩემს უგუნურ არასწორ დამოკიდებულებაში. შესაძლოა ბოროტი შენი თვალია. ქრისტე პირდაპირ ამ თუ თვალი შენი ბოროტია, მაშინ მთელი სამყარო სხეული ბოროტია. ანუ აი ეს უკვე ძალიან რაღაცას კარგ რაღაცას გვაძებს, შანსს გვაძებს. იმიტომ თუ ჩემ გარეთ თავისთავად არსი აქვს ბოროტს, მაშინ მე განწერული ვარ, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოვა და აი ამან შეაშინა როსტევანი, მოვიდა და აურია სამეფო და გაქრა. ახლა ისევ მოვა როცა უნდა და მე რა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, თუ ჩემს გარეთ, ჩემი ნების გარეშე, ჩემი მოსურების გარეშე თავისთავად არსებობს სტიქიური დამანგრეველი ძალა ბოროტი, რომელსაც როცა უნდა მაშინ შეუძლია ჩემი ცხოვრება რაც უნდა ის გქნას. მაგრამ თუ კი ამიტომ არის ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრება გახდის ჩვენს აუტანელ ყოფას ისევ სამოთხედ თუ გავიგებთ რამ დაგვაკარგინა სამოთხე და იქ შევალთ ამას მონანება აი მაშინ რომ მივხვდებით რომ ჩვენ გარეთ კი არ არის აი ეგ არის ბოროტებას ბოროტება უგუნურებას უმწეფრობას ნიშნავს ყველა ენაზე ანუ არასწორი ხედვა უგუნური ბავშვი რომ შენ ისგონია იქით არამედ შენ არასწორ მიდგომაშია და შენ ფაქტორად შენ წარმოშობილს შენს დანახულ არასწორად ახმოს სამყაროს რომელიც ასეთ სურათს გაჩვენებს შენი შექმნილია ეს ცოტაში YouTube-ზე დევს ესეთი ისა დიდ სარკეს დადებენ სადღაც ტყეში და საწყალი ძაღლი და სხვადასხვა ხეთრო შემოვლე შეხედავ სარკეს იმას მეტი გონება ხო არა აქვს და რო აყებდება ის გონია ნამდვილად ისიც აყებდება და ის რო აყებდება ეს უფრო ყებს
ზუსტად ასეთი ბოროტება თავის ანარეკს უყებს და იმაზე აქვს რეაქცია ეგარი ბოროტება და ქრისტე ნახე დიდ დაიძლება ხა უყურე ანუ გონია თუ ის არსებულია როგორც ძაღლს იქით რო არის სარკეში ამ დროს ის შენი ანარეკლია ყველაფერი რაც გაღიზიანებს რასაც ებძვი სარკეა რომ ის გაჩვენებს რომ პრობლემა აქ მიდგომაში და თუ ამას მივხვდებით რომ ეს შენი ანარეკლია მაშინ რა უნდა გავაკეთოთ ის ყეფა შევწყვიტოთ და ამიტომ სასაულია აი გარი ჯვარცმა ზუსტად იესო ამ მდგომარეობაშია მას ხო ჩემი ადამიანის სხეულიაც ყველა ბოროტები დაღდასმული დამცირებული დაკნინებული ადამიანიდან იესომდე ვისაც ეს სხეული ეცვა წარმოიდგინეთ გამონაცვალი და დალეწილი არაფერი არ შეუძლია უკვე უძლურია ჩვენი სხეული ჭამს ვიცი რა არის სიკეთე მაგრამ იმდენად დალეწილი ვარ რომ ნების ყოფაც არ მაქვს უკვე მიგდებული ვარ დამთავრდა უკვე კაპიტულაცია გამოაცხადე მე არაფერი არ მეშველება სიკვდილში ვარ კლიანად აი ძალაც სურვილიც კი შეჭამა ამ დაცემულმა ბუნებამ ამ დროს მოდის ამ სხეულში და ამას აწევს მაღლა და ამ გაანულებს ანუ სიკვდილი ბოლოს სიკვდილამდე მიყავს ანუ სიკვდილი ნულოვანი მდგომარეობა ჩვენ ნულოვანი მდგომარეობაში ვიყავით 64-ში ხო ღმერთთან და რო აღძრულება მოხდა შიში რომ მოვწყდით უკვე ამით შევქმნით წუთის სოფელის ურთიერთობა და საშინელ ბადე და აი ეს აიტანა იქ თუ რომ გაჩერდა და თავი შენს ხელთ გადავცემ ჩემს ნებას ჩემს სულს უფალი ამბობ ანუ რატო თქვა ეგ იმიტომ პირველ ადამი რასაკეთებს რომ ქმნის თავისი ნებით სამყაროს ღმერთ შორდება ღმერთის ნებაზე უარს ამბობს და განგება დაუშვა რომ მას თავისი ნებით და გამრჩევლობით შეექმნა და შემიუღიდა წუთის სოფელი წუთის სოფელი როგორც ობიექტურად არსებული რეალობა კი არა 64-ზე რაღაცა ზევით აი კაფივით მოკიდებული რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ იმად გონია ეს არის რეალობა ეს დაახლოებით ისეთია რომ გარსი ქერქი გიგონოს რეალობა ოცხოთაშორ გურამიშვილს აქვს ქთილის პურის ქერქშია შიგ თავთუხი ჩავდეო ქერქი გაბცქვენ განაგდე შიგდით გულს კი ჭამდეო ანუ ეს ქერქი წუთის სოფელია ებრაულად კლიპოთ ქვია ზუსტად ქერქი წუთის სოფელს გარსი რომელსაც აქვს დადებითი ისიც მე თუ დამცავია მაგრამ ის საშუალებაა და ჩვენ კიდე აქ ვრჩებით და ვერ ხედავ თავთუხის პურია შეგიდა ანუ საუკეთესოდ ეს ქთილია ანუ ცხოველთა პური ანუ ჭამას ხმა ხუთი გზობის ორგანოები თვალით გულისხმა ორცის გულისხმა და ამაუდინება წუთის სოფლის აი ევამ რას დაინახა მატერიალში იმას რო შეხედა იმ გზით წავიდა მატერიით და შესაბამისად ამაზე ავაგეთ ყველაფერი ახლა სიმწიფე ნიშნავს რომ აი თუ გინახავს მწიფე ნიგოზი უკვე შემოეძარცვება გარს ქერქი მაგრამ გულია და აი ეს არის ეს რომ აიტანა ქერქი ანუ ადამიანის ბუნება გააუქმა და თავთუხი გამოჩნდა აღდგა ნიშნავს რომ ჩემი ბუნება აღადგინა რომელიც მე არ შემეძლო ის რომელიც ნამდვილი იყო მე სიყვარულით არისავს მადლიერებით არის აქვს სიცოცხლით არის გაჯერებული და აი ამ სულს რომელთაც ქრისტემ აღდგომით მოიცი ამ სულს უკვე ხელახლა გვაძლევს წმენით რომ ჩემში გაიაროს იგივე გზა და აღმადგინოს ჩემივე დაცემული ბუნებიდან რომელსაც ეს წუთის სოფელი ქვია და გააუქმოს ამ ამიტომ წერია რომ ეს სიკვდილის გარეშე ჩვენ ვერ მივართ სიყვარული სიკვდილზე ძლიერი ანუ ვისაც ეს გემო შერჩა ის მზად არის ყველაფერი ჩამოიშოროს რომ მიწვდეს იმ სიცოცხლეს და სიყვარულს და გადაკეთება არ შეიძლება ამიტომ გაუქმდით და იხილავთ რომ მე ვარ უფალი გაუქმდით და გაუქმეთ ის ცდელობა რომ გაიგოთ ყველაზე ბოლო ჩვენთვის გამოცდა ალბათ ის არის ცდელობა რომ რაღაცა შევცვალოთ მაშინ როდესაც შენ როგორ შეცვლა შენ ბადებ ამ ყველაფერს და კიდე გეუბნები რაც უფრო მოძრაობ მით უფრო ამღვრევ და ახლა წუთის სოფელს შეხედეთ სარკეში 1000 წელია პოლიტიკური სისტემები ომები გამოთვლილია რომ სულ სოფლიოში ამდენი 1000 წელს მასზე სულ რამდენი 3 წელიწად ნახევარი იყო თლიანად გამოწურო მშვიდობა დანარჩენი სულ 1000 წელი იყო ომები ტანჯვები უბედურებები რამდენი ყველა წყობა ამბობს რომ მე შევქმნი იდილიას და სამოთხს ყველა იმპერია ამას ამბობს თავიდან ბოლომდე მაგრამ უარესდება რატო იმიტომ თვითონ სიკვდილის შენ შიგნით არის ბოროტება და შენი მცდელობა უფრო აფუჭებს უფრო პირიქით შენი აჩდილს როგორ გამოასწორე ბაბა მითხარი რომელი პოლიტიკური სისტემა რომელი სოციალური რეფორმა ვინ გახდა ბედნიერი და ეგ არის უბრალოდ რომ აი ეს არა მცდელობას არ შევწყვეტ აი ზუსტად მონანიება ამის მიხედრა ანუ თუ ცოდვა არის საკუთარ თავზე მინდობა ცოდვილობა სხვადასხვა
ქართული სიტყვა კარგად გამოხატა ცოდვილობო კაცურები, ანუ უკუღმა აკეთებ. ანუ რა სოდვილობ ბიჭო ჩვენ ხო ვეთქვი და ანუ შენ რასაც აკეთებ ეს ბოროტება, ანუ უგუნურებაა, ცოდვაა და მონანიება რა არის ამის მიხვედრა, გონსმოსლა. რომ შენ არასწორად აკეთებ კარს იქით აღებდი, აწვებოდი, მაშინ როცა ოდნავ რო გამოგეყო, გაიღებოდა. მაგრამ ისეთ ინერციაში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ ძალა არ აქვს ამისთვის უკვე. და აი ესო სწორედ ის არის. ჩვენი ცოდვები აიღო, რატო ეს ჩვენ ცოდვილ ბუნებაში შემოდის, ამას გვართმევს ის ავტომატურად კი არ გვაცხოვრებს, რომ მე ეს გავაკეთე და თქვენ არაფერი არ აკეთეთ, თვითონ ყველა თავისუფლება არა. ვინც ამას ელოდა, ვინც იტანჯებოდა ამ ცოდვილის სხეულის ქვეშ და არ შეეძლო გამოს იმათვის მოდის უფალი. უпроцорად ვინც წიფე ამისთვის და მე ყველა დამწიფდება იმედი ახთი შეწევნით, იმიტომ რომ მთელი სამყარო ყველა ადამიანის მოდგმა იხსნა და მას არ უნდა ვინმე დარჩეს, მაგრამ პირველში იღებენ წმენა უკვე რა ყოფილა, მე რო დავიჯერე ეს ყველაფერი. აი ეს დაჯერება მეთვლება უკვე იმათორე ადამიანი რომელიც ამ წმენის მიღების და ქრისტემ რაც გააკეთა ამის სიხარულს სულის მიღების გარეშე თვითონ ცდილობს რომ რაღაც გამოასწოროს ეს ისეთია რომ თავისთავად აღედგინოს აი მიუნჰაუზენებით ორმოშროა ჩავარდნეთ თბები. ყველა მცდელობა აბსურდია. ეს საქმე არ ვარგა თორე როცა ეს მივიღე მე უკვე სიხარული ამ სიხარულით უკვე ვერ ვწოდა, როგორ შემწოდა, როცა თვალი ამეხილა. ანუ ცოდვილობა, ბოროტება, უგუნური მოქმედება, რატო არიცი ვინ ხარ? და არიცი სამყარო ვინ არის, არასწორად ხედავ, როგორც კი თვალი ამეხილა. ანუ მონანიება არის გონსმოსლა, ასეთი ებრაულად ჩუვა ქვია, ანუ პასუხში დაბრუნება, ანუ თუ კითხვაში ვიყავი და ვიტანჯებოდი, პასუხი არ გავიგე. გამეღვიძა, მივხვდი, აი ეს არის აღდგომა ქრისტეში. რომ მივხვდი, ახლა მე ვარ, მე ჩემს მეტი არავინ არ არის, ჩემი უფალი და მე ვისი შემშურდეს. მე რა თვიდა მცნება უკვე. ანუ სული მივიღე, ქრისტეს სული, რომელიც ჭრեց თავდაპირველ ბუნებას სამოთხეს მამაშია. ეს მამაში მყოფი სული მივიღე მე წმენი და შესაბამისად მე ერთადერთი მხოლოდ სიყვარული ვრჩება. რომ ეს სიყვარული მიუღვარო ყველას, მოვითმინო, გავცე ბოლომდე ყველაფერი და ერთადერთი რომ მაინც ძველ სხეულში რო ვარ, ყურადღებით ვიყო, დავეცემი კიდეც, მაგრამ მე რა ეს არც რომელიმე ომარს განზიანი მის გამო რომ დაიჭერა. ან თუ უძღები შვილი რომ მამასთან ბრუნდება გაძვალყავებული ყველაფერი დახარჯა, ასასმელი არაცვია, შეერწყურა უბედური. მამამ რა ახლა მოხვედიო უთხრა და რას გავხარ შენ გაისუფთავე, კარგად მარხვა დაიცავი, ესკენი და მე მოდიო ჩემთან საქმეები არა გაქვს. საქმე ამ უძღები შვილის იყო რომ მამასთან მოვიდა. თავარი ეგ იყო მოაღწია და რა ფორმით მოაღწია, შენ მეომარი სახში რომ მოდის, დაჭერილი რომ მოდის, საყვედურობე რატო დაიჭერიო? თუ რომ მოხვედი, მოდი აქ. მამაეუბრება მკვდარი იყო ჩემი შვილიო. ამიტომ პირველ რიგში ეს არის რომ ეს რაც ქრისტემ გააკეთა, ეს უკვე მადლით ვიღებ ჩვენ ამას. სულით შემოდის უფალი ჩვენში აღდგომის სულს გვაძირებ და ჩვენ აღვადგენ ჩვენივე საფლავები და რომელშიც ვიყავით სიკვდილში და არაფერი შანსი არ ქონდა, გამორიცხულია. ამიტომ პირველი ეს სანამ ადამიანში არ მოხდება ეს ნათლის მიღება, აი ჩვენ რომ მართლმადიდებლო ნათელს იღები ხო არ წერია რომ წყალს იღებს მონახვის, ნათელ და რა ნათელს იღებ? ნათელია ჩემთვის, ცხადია ჩემთვის, რა არის ბოროტება, როცა მე აღრეული მაქვს ყველაფერი, არ არის ცხადი ჩემთვის, არ არის ნათელი და არასწორ მოქმედებებს აქ გაშენებული ამ სიბნელეში და სიცურვეში ყველა მოქმედება ტყუილია, ბოროტება მოაქვს, ყოველდღე გრევა და პარტახი მოაქვს. იმიტომ რომ თვითონ ჩემშია ეს სიბნელე და როცა ეს აღდგომის სიხარულის მოდის, ანუ სული მოდის. ზოგს გონია წმენა არის რომ მე მწამს რომ ქრისტე აღდგა. ბევრი რა, ბევრი ეშმაკებსაც წამ, ბევრი რამეო მე წამს რომ TBC ბანკში მილიონი ლარია. აი მე რო დაგენიზლავ ახლა. წამ თუ ნაღდად იქნება რომ მივოდა. ჩემი 5 ლარი ჯობია, შენი 5 ლარი ჩემ წმენას ვერ ვსარგებლო. რამდენია შენს ბარათზე დარიცხული? და რო იმით ისარგებლო, აი აღდგომის წმენა ის კი არა რომ მე მწამს რომ ქრისტე აღდგა იერუსალიმში. კი ბატონო, დავუშვათ, მაგრამ შენს გულში აღდგომის სიხარული რა დოზით არის შემოსული იესო ამას აკეთებს რომ ამ აღდგომას ყველაფერი ჩვენ გვაძლევს. აი ლათინურად კრედო ქვია მწამს. მაგალითად შენი კრედო რა არის, კაცური კითხები. და აქედან არის სიტყვა კრედიტი. ანუ ეს კრედიტია. კრედიტი რომელიც თლიანად ფარავს პირველი შენ წარსულ ვალებს აბსოლუტურად რო ცოდვების გარო მე რო გითხარი დავალიანებულო ხარ და
საწახვი და არის იქით ბანკი გირეკავს, აქეთ ვიღაცები ქურდები გემუქრებიან დაუშვათ რა მნიშვნელობა, იქით მეზობელი, იქით ხალი წევილით მომეცი, სად გაიქცე არის გახსოვთ 90-იან წლებში ჩვენ რა დღეში ვიყავით, რომ საშინელებები გავიართ, ხალხი მოკვდა ნერვიულობით სამოწყოფებში იწვნენ და რა ყველას გადაეკიდა. არაფერი შანსი არ არის. მithumedes შენი ბიზნესი მოშლილია. განულებული პლუს პერსპექტივა აქვს სიკვდილი, წინ არაფერი არა. ამ დროს ინვესტიციას დებენ, ეს პავლე მოციქულის სიტყვებია, შემწეობას, ანუ სულიწმის შემწეობას პავლე ეპიხორიას ეძახის სინანტი ლამბანოს, ანუ ინვესტირება, ანუ სიცოცხლის ინვესტიციას გაძლევ ქრისტე ახალ ცხოვრ მეორე თშობა ქვია, ამიტომ ნათელობა. თლიანად იფარება შენი წარსულივალი განულდა, არ არის. მეორე ძალა გეძლება დამატებით რომ შენ ეს ბიზნესი გამართო ანუ ააშენო შენი სახლი აი აღშენებაში გეხმარება საკუთარ თავი და მესამე სიცოცხლის წინ პერსპექტივა ეს უკვე კრედიტი ამას შენ არ იმსახურებ მივიღე ამიტომ ქვია რა სახარება რა არის სახარება ევანგელია ისა ბერძნულად სასიხარულო ამბავი რომელსაც გარედან იღებ შენ იმიტომ კი არა რომ იმსახურებ იმიტომ კი არა რომ საქმეები კარგი იმიტომ კი არა რომ არა ამნისტია, აი ამნისტია ებრაელებს მე 50 დღეს ჰქონდათ ამნისტირებანი ყველა უბრუნდებოდა თავის საწყის მდგომარეობას ვინ დავალებული იყო ასწორდებოდა ანულებს ისევ სამოთხეში ვარ ანუ ქრისტე გვაბრუნებს სამოთხეში რა არის სამოთხე ნულოვანი მდგომარეობა ენერგიის მინიმუმი და მაქსიმუმი სიკეთე აი როგორც სუნთქა რიტმი დღეს სადავართ შფოთის მდგომარეობაში ზრუნვაში ქრისტე ამბობს ნუ ზრუნავთ ნუ შფოთავ მე მოვედი აქავარ გადმოდგით ჩემკენ ნაბიჯი გაუშვით ხელი ამ შიშებით შექმნილ ურთიერთობებს ეს ტყუილია ეს წარმონაქმნია ეს არ არის ერთსებო და მე გაჩვენეთ აგერ საყრდენ ანუ რას გულისხმობთ ზრუნვაში ზრუნავთ ხო ნუ ზრუნავთ რას ნიშნავს თარგმნილი თარგმანში არის ყველა დღეს თავის საზრუნავი ეყოფა თარგმნილი ყველა დღეს თავისი სიბოროტე ეყოფა ანუ ზრუნვარი სიბოროტე აი დაახლოებით გეტყვი აი ახალ ჟანგბადი ხო არის რაღაცა ვიღაცამ რო რაღაცა ინფორმაცია შემოაგდო და დავიჯერეთ და გონია რომ ჟანგბადის ნაკლებობა იქნება. რაღაცა შეგვეშიდა და დავიწყე შქარჩქარას თქვა დაგროვება ბალონები ჟანგბადის და ანუ მოტყუებული ვარ და ასე გონია და იმიტომ რომ ჟანგბადის გარეშე წუთი ვერდი აი ეს მოხდა შეშფოთება სამოთხე. შიში შემოვიდა რომ ღმერთმა ჩვენ დაგვტოვა გაგვიბრაზ ტყუილი ეს ადამიანი ტვინში მოხდა ყველაფერი ღმერთი ისე ვიქარი უძღებიშვილი შიშით მოდის მამისკენ გონია რომ მამა არ მიიღებს და მსახურად მაინც შევეხვეწებიო რომ მიმიყვებს მამა კიდე შვილს შორი დახედა იქით გაიქცა შვილისკენ იმაში თვლილება არ არის თელი ჯოჯოხეთი აი რუსებს გამოთქმა გორეატომა ჭკუი ვაი ჭკუისაგან ტვინი და გარკვეულ წილად ეს განგების დაშვებით მოხდა რომ ადამიანს განეცა და სიკვდილი ღმერთის სიცოცხლეს ადამიანში უბრალოდ სიცოცხლე ღმერთია ამას სიკვდილი განეცა შემში რათა აღდგომით მეც ვქონდეს იგივე სიცოცხლე როგორც მამას ჰქონდა იესო მას პირდაპირ ამბობს მე მაქვს სიცოცხლე თავის თავში როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში რატო ამიტომ იესო წდება მამის წიაღს სხეულით გადაიფარა დაცემული სიკვდილის სხეული რომ აღდგა აი დიდი სიცოცხლე დაიბრუნა ჩვენთვის უკვე და ამ სიცოცხლეს უკვე წმენით უკვე როგორც კონცენტრატ რომელშიც არის სრულად ქრისტეს და სიცოცხლეთ გადაგცემის პოტენციალი როგორც მარცვალი ხდება რა ქვია ნაყოფი რატო იმიტომ რომ მარცვლაში ჩადებულია ეს პოტენციალი და მწიფე ნაყოფს ვიღებს ზუსტად ასე რომ ჩემში დიდი სიცოცხლე გადაიქცეთ ახლა ნუ ზრუნავთ ნიშნავს რა ანუ ნუ შფოთა ანუ ის კი არა რომ არ იმოქმედო არა ანუ ვაიმე რავჭამო რავსვა შეხედეთ ჩიტებს არც ბეღლებში აგროვებენ არც ხნავენ არც თესავენ მამა თქვენი აზრით შეხედეთ ცის იმს ველის შროშანებს სოლომებზენს არეცო ისე და თუ ჩიტებზე იზრუნა ღმერთმა და ცხოველებზე მცირედ მორწმუნეა რისი გეშინია ანუ შიში ქმნის შიში რომელიც გაჩნდა იმის და სიცოცხლეს მოუწყდი ურთიერთობა და იმ ბადეს რომელსაც რუსთაველი ეძახეს ჭირთა ბადეს მართლად უთქვამთ მეცნიერთა წყენაო ჭირთა ბადე ანუ ეს წყენა ეს არის აი დაახლოებით უხეშად შედარებებს იესოც აკეთებს ძალიან მარტივს აი ხაშლამა რო იხარშება ქაფი რო აქვს მოკიდე აი წუთისობილი არის იმ ხაშლამაზე ქაფის მოკიდება გული ჯამში დამიგროდა ჭვარტი მოგიზგიზე სიყვარულის გამო ეს მოგიზგიზე სიყვარულს ანუ ჩვენს გულებს ჭვარტი გავწუთისობილი არის აი ეს აპკი ერთგვარი ნევროზი რაც გიდა და არ გამღრული მდგომარეობა სამოთხეზე ეს სამოთხე აქ არის მოუკლება და არც წასულა არც სიცოცხლე როგორ შეიძლება ღმერთიან სიცოცხლე ან სამოთხე რაღაცა
სადღაც ჩვენ წავედით ტვინი დაუშვა, განგება რომ ტვინში მომხდარიყო, გამოყო ერთგვარი რაღაცა პედაგოგია თუ რაც კიდე დაარქვი, მაგრამ წუთისოფელია სამაგიერო. რომელშიც რო გავიღვი აღდგები ჩვენ სიკვდილიდან სიცოცხლე აღდგება და შენც გეკნება სიცოცხლე თავის თავში როგორც იესოს აქ აირისთვის მოდის იესო. იმიტომ კი არა რომ შენ მიმდევრები იყო იესოს, იმიტომ კი არა ხა დაგიდახო აბა მარხულობ თუ არა, აბა ეზიარები თუ არა, აბა ეს თუ ეს ყველაფერი საშუალებებია. მიზანი რა არის რომ შენც გაიღვიძო, გონს მოხვიდე და დაბრუნდე იმ სიცოცხლეში, რომელიც შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. და კიდევ ვიტყვი ყველგან ვამბობ და ისევ ერთხელაც იქნება მართლა გაცოცხლდეს ეს სიტყვები ჩვენში. წარმოიდგინე ბავშვობაში რომ მოგიტაცონ შენ უფლისწული იყავი, შენ შემთხვევაში პრინცესა ალბათ ქართულად როგორ არის პრინცესა. კარგი. ხო და მამა ხო გეძებს შენ და შენ სადღაც შორ ქვეყანაში ხარ და რაღაცა შენი ცხოვრების ხო გონია რომ ეს სიკეთეა, საჭმელი გაქვს, სახლი გაქვს, რაღაცა პატარა მიწერი სიკეთეები. ამ დროს პრინცესა ხარ, უდიდესი იმპერატორის ზეციური მეფის დედის ერთა, მამის ერთა პრინცესა. და მოდიან მოგაგნეს და გაჩვენებენ შენი პრინცესობის სურათს. შენ ახლა ან გაიხსენებ, ან ვერ გაიხსენებ, უნდა გაიხსენო. იესო არის ჩვენი გახსენება, ის რომ მოდის და სიტყვა შენ გახსენდება, როგორც პუშკინი ამბობს. ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო, შენ საქართველოს სევდიან ხმაზე. მე მაგონდება რომ შენ გალობ სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე. აი იმ გაგონე იმ მოგონებაში შეყავხარ რომ დაგავიწყდა. ან თუ სიკვდილი დავიწყების ფერფლია ცუდიცო. ამ ფერფლს შემოდის იესო და გადახვეტა ყველაფერი და აგიდგინა თავდაპირველი მშვენიერება და სილამაზე ერთიერ უკვე 64-ში ერთადერთი უნდა გააკეთო. გახსენდება თუ ცუდიცობელმა ჩაგიქრო კი ისევ გარაგიან. გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, თების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები, თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრალები. ყველა პოეზია, ყველა ხელოვნება ერთი და ერთი ორი სიყვარულის გოგო და ბიჭის სიყვარულს უხეშად რო თქვა და უხეშად კი არა, ნატიფად და ლამაზე. ქება წაიკითხეთ. ის ღმერთი სიყვარულია და რამდენი რამეები უშლის ჩვენს ყელს რელიგიები ათეიზმი, სწორედ ბაბუა წვეროსანი ბაბუა იყოს გადმოხატული და გვეშინო და რაღაცა გვიბრაზდება უამრავი მტვერი და ნაგავია. ჩვენ ცნობიერებში იესო მოვიდა და მამის სახე გვაჩვენა, სიყვარული გვაჩვენა თვითონ აგე. დაამთავრა, ნუ იყურებით ნურსად ნურ წაძრებისკენ, ნუ ზეცისკენ იესო გინდათ მამა გაიგოთ როგორია ყველაფერი გადახვეტა, რაც აქამდე წარმონაქმნები იყო ღმერთზე, უმაღლეს გონზე, ფილოსოფიური სისტემები, მისტიკოსები, რელიგიები დაასრულა. ეს 30 წლის ბიჭი ნაზარეთიდან, ჩვეულებრივი ადამიანური ბუნები ჩვენის და დედიდან, მაგრამ მამის სრული ხსოვნით, როცა ეკითხებია, მამა გვაჩვენეო, ის არ ამბობს, მამა წადით ეკლესიაში პარაკლისს მოусმინეთ, ან ეზიარეთ და მერე შეყვათ მამასთან, ან რაღაცა გააკეთეთ და მერე იხილავთ მამას, ან იქით, ან აქეთ, არსად არ უშ და ფილიპეს იქითეო ეკითხება გაკვირვებული. ფილიპე, რამდენი ხანია თქვენთან ვარ და მე ვერ მიცანი? ვინც მე მიყილა, მამა იხილა. რას გვეუბნება ჩვენ ეს იესო მარტო თავის თავს გამოყოფს თუ ადამიანურ ბუნებაში უნდა ვეძებოთ მამა ერთმანეთში. საბჭოთა კავშირი ათეისტური ქვეყანა იყო, მაგრამ არანაკლებ ახლოს იდგა ამ ქრისტეს ამ პრინციპთან რომ აქ უნდა ვეძებოთ ღმერთი, ვიდრე ყალბი რელიგიური სისტემები, რომელიც ყველგან არის ჩვენს ეკლესიაში შემოვიდა სულ საიქიო ცა რაღაცები დამტვერილი ვარ. როდესაც სიმღერები თუ გინდა სითბო და ალერსი ჩახედენ მეგობარს თვალებში. მეგობრის თვალებში, მეგობრის უბეში იკპოვე სითბო და ნუგეში. ქრისტე გეუბნება ამას, იგივე ეს უნივერსალურია ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არ არის პრეროგატივა არც ერთი რელიგიური მიმდინარეობის, არც ერთი სისტემა. პირიქით, ცდელობა რის მოიხელთ უკვე ჭეშმარიტებას ზღუდა. ჭეშმარიტება ჟანგბადი ვითარ, რომელიც კი არ უნდა ეცადო ისუნთქო, არამედ ისუნთქო ხო? ან ცდელობას თავიდან. ცდელობა აფუჭებს ზუსტად, წუთისოფელი არის ცდელობით გაფუჭებული სამოთხე. თუ ამიტომ ამბობს ქრისტე ნუზრუნავთ. რას იშად ნუზრუნავთ? ნუ შფოთ. ნუ ცდილობთ იცხოვროთ ცდელობების შიში გაიძულებ და აფუჭებ. მაშინ რა უნდა ქნა? ნუზრუნავთ, თუ არ ვიზრუნებთ, თუ დაუჯერებთ იესოს, მაშინ რა დარჩება? თუ ზრუნვა შეწყვეტ. თუ ზრუნვა შეწყვეტ, უბრალოდ აწყვეტი ყოფნა ეგ არის. და სამოთხე არ არის?
უზრუნველი ბავშვობა მქონდა არ გითხვა? ხო, მაგრამ ადამიანებს ზრუნვის შეწყვეტა. არა ის რომ უზრუნველობისთვის იბრძოლო დამატებით კიდე მანქანა სახლი კიდე რაღაც პაესტკები, კიდე რაღაც ახლა ბალის კუნძული დამრჩა და მერე უზრუნველები კი ყველაფერი ნანახი მექნება. სადგიშვებს ვერ ხედავ და ის პირიქით გეუბნება უზრუნველობა შენი კონსტიტუციური მდგომარეობა, ეს საწყისი სიტუაცია. ეს არსებულია. ზრუნვა არის აგზნებული მდგომარეობა, შიშ-შაშ, აი ზღვა რო დგას. ზღვის ბუნებრივი მდგომარეობა რა არის? ბუნებრივ მდგომარეობაში ზღვა არის ლივ-ლივი. და აღძრულობა არის ღელვები, შტორმები, ყველაფერი აი წუთისობელი არის აღელვებული სამოთხე. შიში შეშფოთებული და ამ შეშფოთების ნაწილია შენ ხარ შეშფოთების რაღა მდგომარეობა. მე ვარ მეორე ხარისხი. მესამე ყველანი ვარ, აი უყურე და ახლა რა უნდა გეუბნება ნუზრუნავ და ჩადი. და რაც დარჩება ის არის უზრუნველობა. აი ხო მაგალითად ქრისტიანობაში ხო ეს არის ეს ცხოვრება არის მზადება იმ ქვეყნისთვის, ხო? მაგრამ აქ მე მაგალითად სულ მაწუხებდა ეს კითხვა, რომ მე ღმერთმა ხო ამ ქვეყნად მომავლინა ცხოვრებისთვის მომავლინა, მარტო სიკვდილისთვის და აღდგომისთვის და გარდაცვალებისთვის ხო არ არის ადამიანი მოვლენილი, რომ აი იქ არის ნამდვილი ჭეშმარიტება და იმისთვის უნდა ვემზადებოდეთ. და აი თქვენ რო ამბობთ უზრუნველობა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ ცხოვრებაში ვიპოვome ბედნიერება, სიმშვიდე. იესო აქ მოდის როგორც ადამიანი და ამით გაჩვენებს ვექტორს. რომ არ გადაიტანოთ არსად, რომ ხვალიდელი დღე უკვე არ არის. მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ნახე, მე ვიქნები, მე აღგადგენთ. მე იქ მამულებს მოგცემ ცაიქიოში. ერთ ადგილს ვერ ნახავთ სახარებაში, არც პავლე მოციქულის სიტყვებში, არც მაცხოვრის, სადაც აღდგომა, სიცოცხლე, სათასასურველი მომავალში იყოს. ყველგან არის უკვე გადაგვიყვანა. ჩემი მორწმუნე არ მოკვდება. ახლა შენ შეიძლება გაგე როგორ არ მოკვდებით მამაგურა? არა, იმიტომ შენ ეს სხეული არ ახლა. სხეული არაფერია, სხეული არის გარსი ტანსაცმელივი დროებით ყალიბია, რომელშიც უნდა ჩამოვყალიბდე. სხეული ჩამოშეთ შენ კი არ კვდები, მკვდარი 1000 ცოცხალსა ბევრჯერა 100 ჯერ ჯობს ერთი მკვდარიო, ხო? იმიტომ რომ გააჩე სიკვდილი არის უგუნური ცხოვრება. რაღაცა ისეთი, რომელიც არც ღმერთს მოწონს და ეს არის სიკვდილში მასში ხარ. რამდენჯერ გითქვი ასე სიცოცხლე სიკვდილი ჯობია, რომ მოვკვდებოდი ჯობია. ნატურობს ადამიანი, რატო? იმიტომ რომ სიკვდილი მოკლება, ნაკლებობაა და ის რა ჭამს ადამიანს და ამიტომ იესო რო აქ მოდის, არსად არ არის სხვაგან არაფერი. იესო არის აწყო, ხო? მარადიული აწყო სამი დრო საიდან სამი დრო არის შიშისგან შეფართხალდა და უკვე ეს ანეკდოტი უნდა ვთქვა. აი ცოტა აღდგომის დღეებია მოუხდება გურულთან არის სტუმრად მეგრელი და ბავშვი დარბის რა თუ ბავშვები მეგრელის თვალში ახლა და ვისია ძამა ეს ბავშვებიო და როგორ ბავშვები უკაცო მე ერთი ბავშვი მყავს და არა ვაგო ორი დარბიდან არა ძამა არის ერთია მაგრამ ჩქარა დარბისო და ახლა დრო ერთია მაგრამ ჩქარა რატო დარბის სამ დროში შეშინდა დრო თვითონ სიცოცხლეა დრო სიცოცხლის გარეშე არასო ვერ დააშორე სიცოცხლე შეეშინდა შეკრთა რო შეკრთა შეფართხალდა ჰაიდეგერსა გაწყმოდ მომავლა და წარსულა დარბეული დრო ნუ დარბეული ჩვენი გაგებით თორე ის არ ირბევა წყალს რაც არ უნდა ხმალი ურტყა და რაღაცა ისე ვერტი გახდება დროებით არის და წუთის სოფელი არის შეშფოთებული სამოთხე რომელსაც შეეში ვინ არის სამოთხე პაპაიოქრ მე ვარო ჩვენ ვართ სამოთხე აბა ვაშლები და მსხლებია სადაც გინდა წადი თუ გულში სითბო არ აგა და სიყვარული არ აგა ყველგან ჯოჯოხე წაიღებ და თუ სითბო და სიყვარული გა ყველგან სამოთხეა ახლა მაღაზია ახლა აღდგომის დღეები ჩვენ ამიტომ ლაღაც საუბრო და მართლა სიხარულია თავარი არ შევინარჩუნოთ ეს და ახლა აი აქ რო გვაქვს ეს მე შენ ხო ამის ისტორია საოცარი ამბავი აი ახლა ესენი არის უადო პატიმარი გიორგის გაკეთებული ყველა იცნობს საქართველოში გიორგის თითქმის იმიტომ რომ დევს YouTube-ზე მე გირჩევთ თუ ვისაც არ უნახავს უადო პატიმრის წერილი მოძღვარს აი უადო პატიმრის ჩაწერეთ და ნახავთ მის წერილს მე ვკითხულობ ახლა რო თქვი რომ ყველგან სამოთხეა მეთქი აი ხო 21 წელია ციხეში ზის ზუსტად ახლა და თითქოს წარმოვიდგენთ ერთი ოთახია გისოსები და ბენატრება ცა არ უნახავს ნუ ცას უყურებს ზემოთ როცა გაყავთ ხოლმე 1 საათი სასერუდ ეს არის და კინის იმები გისოსები ეგრე არა გარს იმით არის კინის
ბადეთ რა და ვერ ხეთ სასხეთავს დასერით და ერთხელ ბადრებს გადმომყავდიო იმას მისკენ ადმინისტრაციისკენ რაღაც საქმეს და შუაში გავჩერდიდო და თლიანით საჩანდა და ვუთხარი 1-2 წუთით გავჩერდით აქ რომ სადავინახო უყური გარიგულად რა მდგომარეობაა და ამ დროს მე რუსთაველზე მოსეირნე ბიჭები ვიცი გოგონები ახალგაზრდები ყველგან სახლია კარია მე ხომ სასულიერო ვარ ოჯახებთან ახლოსა ვარ ხო მათი პრობლემები და არის სახეები ხომ მკითხონ მე რომელია უფრო ბედნიერი მე თვალს არ დავახამხავ გაჩი ბედნიერება დიდი გაგები და არა ის რაღაც საგნები გაქვს თუ სულში ამიტომ ვთქვი რომ ჯოჯოხეთელ 64-ს არ არის ადგილები აი დავშო 64-შია თუ რაღაცა ვაკეშია საფურთავზე დავშოთ გაქვს და კიდე ვილები გაქვს კიდე ბანკში ანგარიშები შეგიძლია შენ და ეს ბიჭი რომელიც ცას ნატრობს 21 წელია და ამ დროს ცაკი არა საცა იყო დრო არის ყველაფერი შენია და სიცოცხლე არ არის ბუზღუნი წუწუნი ჩვენი ახალგაზრდები iPhone 18 შემოვიდა უბედურია რა როგორ იქნება ბედნიერი როცა iPhone 18 უკვე გამოვიდა თვითონ iPhone 17-ია და გიორგის პატარა ზარი რო უხარია ისე მირეკებს ცხენია რომ მამაგურამ ყოველ დღე მირეკავს კარგად უნდა იყო აბა შენიცი თავს გაუფრთხილდი აქეთ გამხდები აკეთებულია გაბა ცხენია გები ჩემი თავი ცხენია რომ იმ მომენტში რაღაცაზე წუწუნებდი და ბავშვი ამ მდგომარეობი აი რა არის სიცოცხლე ძალმოსილები აქ ლაპარაკი რაზეა რომ იქ შიგნით დიდი სიცოცხლეა და იქ არის უფრო ახლოს ის ხოლო გარეთ პერიფერია ნივთებია საგნებია ძალაუფლება ფული ყველაფერი მაგრამ ეს პერიფერია შენი არ არსი არის შიერი არსი არ არის დაკმაყოფილებული აინა ხეროა ვიღოთ ახლა ფესვებით ხო აქ მიწას და თუ ხის მორწყვა მინდა და მორწყა ტოტები ყვავილები მორწყა და მეორეს ფესვები მოუწყა მარტო ის ფესვი თვითონ გადაანაწილეთ ანუ გიორგი თავის ფესვთან ახლოს არის ფაქტურად იგივე ბერია ბერები ახალგაზრდები მონაზვნებად რომ მიდიან ბერებად ახალგაზრდები გონიათ რომ საწყალი და მათ არ იციან რა ნახეს ამიტომ ცოტა სასუფეველი ეს არ არის რაც ხუთი გზობით იხილვება შე ვერაფრიდან კანის გარსის იქით არ ყოფილი სიმძიმე თავთუხში დავეშვათ იქ თავთუხია იქ სყაპარია იქ 64-ია რა თქმა უნდა ფიზიკურადაც რა თქმა უნდა გარეთ არ ჯობდა მაგრამ მე ვამბობ რომ ეს სიცოცხლის ძალმოსილება იქ როდესაც გარედან აი ამ ნივთიერი სამყარო და შიგნით შედიხარ იქ წარუვალის ის არის თანდასერება სიცოცხლე ეს აჩერებს სამყაროს ეს რო არ იყოს ჯერეთის სიცოცხლე ისედაც აუტანელი იქნებოდა ეს რო ჩვენ სულებს არ ეხებოდეს არ წყავდეს შიგადაში ეს უკვე აჩვენებს ჩუმია შემოწმებას არ ექვემდებარება ლაბორატორიაში ვერ შეამოწმებ ვერაფერს და არის ყვირის ყველაზე დიდი ყვირილი რო ვარ უბრალოდ არ ვიცი აბა და თქვენ იცნობთ ხო აი ზუსტად გეუბნება რომ არის სიცოცხლე ნუგეშინია და სულიწმიდად ნუგეშინი ცემელი ქვია თუ დაკვირვებულ ხარ სიტყვა ნუგეში ფუძარი ნუგეშინია ის წეთოვანი ვიდგას იქ და რაც უფრო ძილერდება განსაცდელი მე თვითონ მაგამცნი და გიორგისთან დაკავშირები შვილბდარი მშობლები ძალიან დიდი ტრაგედია რომ ემართებათ ადამიანებს ჩვენ ხო იქ ავარ პირველ რიგში სასულიერო პირები იქ რა ხდება ზუსტად რომ როგორც კი ადამიანს აუყირავდება თავისი წორასწორობის სასწორი ცხოვრებაში განგება აი მეორე პინაზე ისეთ იმას მადელს აძლევს თვითონ უკვირთ ამათ რა ხდება ჩემში რაღაცა წვეთოვანებს გიყენებენ გულის არტერიაზე საპირწონეთ იმ განსასწრებზე რომელიც დაგატყდა იმ წუთას ნუგეშინი მცემელია ვინ არის ღმერთი ვინ არის დედა შენ ნუგეშინი ის რომ ის სიცოცხლის დედაა თვითონ ის როგორ დაგტოვებს შენ პატარა ბავშვს დატოვებს დედა ან მამა და ამას ვინ ხედავს ისინი ხედავენ მხოლოდ რომლებიც იქ არიან შიგნის შესული რომლებიც ცხოვრებისგან ილეწებიან და თითქოს არაფერი იმედი არ არის ზუსტად იქ ცხადდება აღდგომის ძალა იესოს აღდგომა ხდება როცა ფიზიკურად კვდება როცა არაფერი ნიშანი არა ყველა მიატოვა ღმერთო რატომ იმატოვი იქამდეც კი მიდის და ამ ზღვარზე როცა სიკვდილში შედის და შენ ხელს გადავსემ ჩემს სუსუ და იხევა კერცაბმელი რა არის კერცაბმელი ჩვენი ტვინით შექმნილი სისტემა რომელშიც შიგნით ვიმყოფებით და როგორც კი ბზარები უჩნდება ჩვენ შექმნის სისტემას იმიტომ უშობს განგება განსაცდელებს რომ შენ იმ სიმყარე მოგიყიოს რომ ბზარებიდან უკვე იქ აურიშუქი შემოდის სხვა სამყაროს ირეკლება აი ქებათაკებაში წერია ჩდება იგი ღრიჭოებიდან
და ცხაურებში ილანდება. ან ფლად დიდი ის არა გვაქვს სრული სიცხადე, მაგრამ ზუსტად ეგ არის სიხარული, რომ ჩვენ ჩაბეტონებულ ყოფაში, რომელიც მყარია თითქოს აი ეს არის რეალობა, განსაცდელი აჩენს ღრიჭოე ბზარებს, რომლებიც არის იმ ქვეყნიური შუქი შემოდის უკვე და აი ეს არის ამათ რა აცოცხლეთ, რომელიც საიდუმლოა. და ჩვენ აქედან უყურებ საწყალი. ეს საკითხავია ვინ არის საწყალი. ეგ არის ადგომის ნათელი, 7 შუმი უხმაურო, მაგრამ ყველა არსებულზე უფრო დიდი არსებობის მომტანი და დამამტკიცებელი. ამიტომ მეცნიერები იტყობენ მტკიცებულებას, რომ გააჭრეს ადამიანი და სული არ არისო. მერტს იკვლევენ და არ არის. როგორ გამოიკვლიეს სიყვარული? ხო, მაგრამ მეცნიერებაც მივიდა იქამდე, რომ მივა, მაგრამ აი მაგალითად იუნგი ამბობს, რომ როცა ეკითხებიან თქვენ წამთო ღმერთისო, მე არ მწამს, მე ვიცი მისი არსება. ხო და აი გიორგიზე მინდოდა რომ დააგვექო, ხო, ეგ მინდოდა მე თქვა. ეცევრადა გაკეთებული, გააკეთა, რომ ადამიანები გაახარეო, არ გაყიდო და რამდენი გამომიგზავრა ეს. ჩვენ სწორედ ამით დავიწყეთ საუბარი. აი იბადება სიყვარული, აი აქ იჭეჭება ადამიანი, აი აქ უფალი რას აკეთებს, აი ტკივილში ჯვარცის კულმინაციას მოყვარდქომა და მე ყველას გთხოვდით, აი ვინ შეგვისმენენ ახლა რომ არ შეგეშინდეთ უფალი მიწოებული არა ვართ, არამედ მას უნდა რომ თავისი სიყვარული გვაგემოს და მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ აი მყარად რო დგავართ აქეთ ვის არ მოგვინგირი არის იძულებულია რომ გვატკინოს, რომ მისი სიყვარული განგვაცდენ როგორც ხანდახან ბავშვს რომ იძულებული ვართ რაღაცა ვატკინოთ რომ გამოაჯანმრთელო და ნემსი. მიუხედავად იმისა რომ ბავშვი ტირის და გეხვეწება მამიკო არ გამიკეთო ნემსიო, ვუკეთებთ, იმიტომ რომ რა ვქნათ, რომ ნემს მოყვება. ამიტომ ეს წუთისობელი ნემსი ჩხლეტაც არ არის, ძირფასი თქვენი ხანმოკლე მცირე ტანჯვა არაფერი ემდიდებასა შედარებით, რაც უკვე ილანდება აქ არის. უბრალოდ პატარა ტკივილი და არ შეგეშინდეთ. ნუ იტყვით რომ ღმერთმა მიგვატოვა, თუნდაც თქვით კი ბატონო მიგატოვათ. იმას მაინც არ ეწყინება ეს სიცოცხლე იქ ვლინდება, სადაც ადამიანი ილეწება. სხვანაირი სხვაგვარი სიცოცხლეა, ის არ არის აქაური. ამიტომ უშვებს განგება ჩვენზე და აუცილებლად ყველაზე მძიმე მწუთებში ის აღდგომის ნათელი, სიცოცხლის ნათელი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. იმ დალეწელი მაშინ ნანგრევებში ის ერთი ხელის გაწვენაზე აქ ყოველთვის კონდეს იმედი ეს გვაცოცხლებს ქართველებს დანიშნულ აი ამ აღდგომის დღეებში ამას გისურვებ. ნუ ვარ დადარაჯებულები რომ გამოვიჭიროთ ცხეები და აღდგომის სიხარულით დაივსე ჩემო ძმაო, ჩემო დავო და იმ სიხარულს მეც გადამდებ, მე სადავო არაფერი არ გვიქნება პატარა ქვეყანა, ყველას ერთმანეთი გვეყვარება, გქონდეს სხვადასხვა აზრი მე რა რომელიმე შეუძია თქვას რომ მე მოვიცავ ყველაფერს და რატომ მე რატომ უნდა გამკითხო იმის გამო რაღაცა დავაკელი. დიახ, ნაკლებობა ვარ, შენც ნაკლებობა ხარ, მაგრამ ერთად თუ ვიქნებით ნაკლებობას შემოვავსებ და სისრულეში გავართ, ქრისტეს სხეული ვართ ჩვენ, ასე არ არის? და ამოვაშენოთ ერთმანეთის სიყვარული, დაუდგეთ ერთმანეთს. თუ ჩვენ სიყვარული ღმერთს აღვადგენ, იესო ჩვენ მომყავს. ჩვენი ჭირნახულია, ჩვენი ცრემლები, ჩვენი ოცნებები, ჩვენი ნატურის შედედება ის და რეალობა აწყოში მოვა. თუ არ და სულ რელიგიური რაღაცა თაყვანისმის ობიექტი იქნება, რომელიც სადღაც იერუსალიმში აღდგა, ან მომავალში მოვა, ან სადღაც არის, იქით არის, ვიღაცასა და არასდროს აქ და ახლა არის და იესო არის აქ და ახ ყოფნა. და რატო არ არის აქ და ახ სიმძიმე აკლია? რატო აკლია სიმძიმე, რომ ჩვენს გულებს არ ვაძლევ, ჩვენი გულები განშედედება მისი გული თუ არ და იდეაში იქნება, სულა რელიგიური რაღაცა თაყვანისმის ან მორალური იმპერატივი, არ უზენაესი გონი, რა გვინდა ეს ყველაფერი? თუ ჩვენ მე თუ არ მიყვარს ეს სიყვარული აქ თუ არა, ამიტომ ფაქტობრივად აი მასე რომ ამბობს ვეფხის ყავსანი არის მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი მზეს თუ რამე დააბრუნებს, აც ვუშველოთ ნაცვლად იგი დღეთა ჩვენთა დაგვითბუნებს. მზე სიცოცხლე მოვიდა და ახლა იქით უნდა უშველოთ, იესოს იქით უნდა შველა. ის არ არის ძლიერი მატროსობივით, აი ესეთი გმირი და არა კანკარებს ჯვარზე რო ადის, ეს შინე სიცოცხლე უყვარს სიცოცხლე, მაგრამ ისიც რომ მამის გარეშე ამ სიცოცხლეს არაფერი ისიც უნდა ნებით იქით მიდის მამა ეს ამათ რო უყურებს, ესენიც უნდა და აყავს ყველა მამასთან და აი ეს არის რატო გააკეთე, იმიტომ კი არა ჩვენ ახლა მას ტაში უკრად და მასზე პარაკლისები ვიხადოთ.
არაკესები, იმიტომ ვიხადოთ, რომ შეგვაძლებინოს, რომ ისევე გავაკეთოთ, ეს ჩვენი სცენარია იესოს, იქ რაც მოხდა. სცენარი, რომელიც წმენით შემოდის ჩემში, რომ მეც იგივე გავაკეთოთ, სრულიად შესაძლებელია. ამ გზით ვიაროთ ქართველებო, აი ხა პატრიარქის დღეებში 1.5 მილიონი ქართველი ჩვენი ყველამ ნახეთ და რა არის პატრიარქის თაყვანისცემა, ხა იმ დღეს მივაგეთ პატივი და მეორე დღიდან თუ ისევ იგივე ქართველები ვარ. არ ყოფილა საშველი, რა გვინდა მაშინ, ეს არ არის პატრიარქის სიყვარული. ხო ყოფილა შესაძლებელი მდგომარეობაში გვეგრძნო ის 2-3 დღე რაღაცა თან დაასრება დიდი სიცხადე. მოდი ეს სიცხადეს ხორცი შევასხათ ჩვენი გულებით, ჩვენი ვილოცოთ, ამაზე ვიფიქროთ, თუ ჩვენ შეაგვადგინოთ ის. სიყვარული გადავარჩინოთ, ჩვენ უნდა ვუშველოთ. არ მოვა გარედან ეს ხილული სახით. იესოს ეკითხება, როდის მოხვალ? ადამიანი მაინც მიდრეკილი გარეშე ძალის, ახლა რაღაც ვიღაცა მოვა მტრებს, განადგურებს ბოლშევიკებმა, აბა რა გააკეთეთ. ვიღა არ არის მტერი არავინ. შენი მოყვასი გიყვარდეთ მტერი შენი ვითასა თავი შენი ყველა შენიანია შენ დაიფა თუ უშვებ შეცდომებს ნუ გამოიჭერ ვინ არ უშვებ შეცდომებს მაშინ შენ არ უშვებ შეცდომა პირიქით დაეხმარე ის გამოიყენე მისი კარგი ყველა ცუდი ხო არა აქ იმას მოდი და შევკეროთ შევაკოციცოთ ქრისტეს სხეული ერთად ჩვენი გულებით ჩვენი ეგოს უარყოფით და აი ეგ არის ქრისტეს მოსვლა ანუ მომწიფება სიყვარული როცა არ ვილაპარაკებ ჩვენ ღმერთზე თაყვანისცემის ფორმები გაქრება აი ეს ვთქვი მე პატრიარქის მერე მოსესავი დამთავრდა მაქსიმუმი გაკეთდა ახლა უნდა მოხდეს ნაყოფის გამოღება რისთვის ვიაწამეთ ქართველები 2000 წელი სულ ასე უნდა ვიყოთ აი ჩვენ არ უნდა დავტყვეთ და ჭირნახული არ ვჭამოთ ამ ყველაფრის და რა არის ჭირნახული ქართველები სიყვარულში ჩავვარდებით სიყვარულში ჩავიძირები და ამ ქრისტეს სხეული გამეფდება ქრისტე ჩვენში ანუ სიყვარული და სიბრძნე და აი ეს იქნება ჩვენი დიახ თაყვანისცემა და ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა წლების განმავლობაში რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს სარგებლობ მათი აპლიკაციით სადაც ძალიან ადვილად ჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან ან ვიღებ ისეთ მომსახურებას როგორც არის ანაზღაურება მიმართვები და ასე შემდეგ იმედიელი გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას უნოს უნო ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. უნოს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული უნო 45 ლარიდან. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიეთ ინდივიდუალურად. Mama გურამ თქვენ გიორგიზე რო საუბრობდით, ის არის უვადო პატიმარი. თქვენ მასზე საუბრისას ცრემლები მოგადგათ და უცნობი მაყურებლისთვის ის არის უბრალოდ ბოროტმოქმედი. რომელსაც მიუსაჯეს უვადო პატიმარი. რატო არ შეუძლია ადამიანს აი შევიდეს მეორე ადამიანის მდგომარეობაში და რითიც დავიწყეთ ჩვენ საუბარი? რომ აი ის არის ბოროტი მე კი არა ვარ. საბოლოო ჯამში ჩვენთან ქართველებში ემძლავრად არის დაუნდობლობა რომ როგორც კი აი ჩაქოლეთ იმწოთას აი როგორც სიზბილის დედაკაცი რომ მოიყვარეს მრუშობაში წასრებული და ყველას ქვები ეჭერა ხალხში ჩასაქოლია და იესოს ეუბნებიან უნდა ჩავქოლოთ და იესო მუთხა თქვენ შორის ვინც არის უცოდველი პირველი ახლა ჩაქოლვა არ არის მარტო ფიზიკური ჩაქოლვა TikTok-ში სოციალურ ქსელში ნახეთ როგორ ქოლავენ ადამიანს ოდნავ პატარა შეცდომა განაისრუ და გავატარო შეცდომა რა შეცდომა სწავლეში უთხარი როგორ არ დაუშვე შეცდომა თუ არ სწავლობს იესოსავით კი ღმერთო აპატია მათ არის ეს დასაკეთებს აი ეს არის მხილება რომ მიეცი ადამიანს საშუალება როცა უკვე ქოლავ მას აბოროტებ უკვე შანს არ უტო და შენ ის იმედი გაქვს ეს ქვები რო გიჭერავს შენ არ დაგემართება ხვალ იგივე შენ გეკეთებ და რატო აკეთებ ამა და ეს დაუნდობლობა ეს ერთი მეორე ყველაზე პირველი ვინც 64-ში შედის არის ბოროტმოქმედი. შესაბამისად ვინც იმას განისშის ავაზაკს, ესე იგი მაშინ რა ქრისტეს განშის, ხო? ანუ ბოროტმობას აკეთებს ადამიანი. ბოროტი, ყველა ბოროტმოქმედი ვარ და იცი ვინ არის ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი? ყველა დიდი ბოროტმოქმედი ის არის, რომელიც აი ზუსტად არ პატიობს ადამიანს ან შეცდომებს თურმე. იმიტომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს არა ამ ყაჩაღებმა და მრუშებმა და აი მარგინალმა ხალხმა, არამედ
ზეკლასმა დაწყებული მღვდელმთავრები, მღვდლები, სასულიერო იერარქია, განათლებული წიგნობრები, ფარისე ელიტა, რომელიც ქრისტეს დასინი სამარიტელ გიშს ეძახის, ჯვარზე აკრავენ და კიდე დასინიანი გულს უხეთქავ. როგორ ფიქრობთ ეს სახა ისტორიაში მოხდა და საძულველი ასე იცია ებრაელებმა ჩვენი ქრისტე ჯვარზე გააკრეს და ისინი და შენ ეს სცენარი ეს იცოდე ეს მუდმივად მეორდება ეს არის ის რომელიც დღეს ჩვენც დაგვემართება და სხვათა შორის ის ქართველების ხებს ვესვით თქვას და გიორგი ახია მასზე აბა როგორ უნდა ის მოგდიახ მოკლა მაგრამ უფრო მეტი მკვლელები და ემან მოინანია და ცხონდა დიახ ეს ცხონებული თუ ავაზაკი ჯვარზე ამბობს მამაო მომიხსენე ისიც კი ვერ გავე ასეთია გიორგი არასოდეს ჩემთან გიორგის არ ვთქვამს რომ მე ანუ ამდენი არ მეკუთვნის ან ადრიგა არა ბოლომდე დავრჩები თუ გინდა ერთადერთ დანობს უბრალოდ მამაგურამ დავიღალეო და მეც ადამიანებს ცოლი მინდა შვილი მინდა სიცოცხლე მინდა და ნუ რა ვქნა რომ გაუძლებო და აი ესე თორე სულ შინაგანად იღებს და ახლა კიდე ახია მასზე და მოდი შენ ვინც ამას ამბობ შენ კვლელი ხარ იმიტომ რომ კვლელის კი არა ვინც უკვე მოკლა შეიძლება და არ მოეკლა კვლელისა ვინც სიკვდილის ბაცილ რომ სურს ადამიანი მეორე ადამიანი განიკითხოს და ბორ და თავის თავს ვერ ხედავს იმ ადამიანში ისიც შენ ხარ საოცარი ადგილია ხუჩაბად დიდ ხუჩაბაც რაც მოხდა ნუ იესო ამბობს ბოლოს ძალიან დიდი ტკივილით რომ თქვენ 12-ზე უბრალოდ ერთი თქვენგანი გამცემს მეო რეაქცია როგორი არ გაინტერესებს. აი ჩვენ დროს რო ყოფილიყო იგივე რო ეთქვა იესო ჩვენი მენტალიტეტის ქრისტიანებისთვის დღეს რო ყველას თითი აი ეს იქნება ეს რასამბობს ერთი თქვენგანი გამცემს რა ხდება იცი მათში ყველას ეშინია თავისი თავი და იესოსთან მიდიან დაეუბრებენ მე ხო არა უფალო მითხარი და ყველაფერს გავაკეთებ რო ეს არჩევი ანუ არენდობია ამიტომ ასე ადვილად რო წირებთ ერთმანეთს ეს დარასწორ სიტყვა თუნდაც ცოდვას თუ და კი ბატონო ეს ხო ჩვენი სხეული ჩვენ ვართ იესო ჩვენში ეს არის იესო რომელიც არ განიკითხა თავის სხეულად იღებს ყველას და იმიტომ რომ ცოდვილია და გაბოროტებული ადამიანი და გვაქვს მონანიება რომელიც ადამიანს პირდაპირ ერთ-ერთზე აბრუნებს იქ საიდანაც გადაცდა ხოლო მოუნანიებელი ის არის ვისაც იმედი აქვს თავისი სიმართლის და ამ დროს კვლელია ქრისტესი დაუნდობელია თავის რაღაცეების იმედია გონია რომ იმას არაფერს არ ჩაიდე აი ასეთ ადამიანებს განგება დაუშვებს ხოლმე თუ მართლა შეიწყალა რომ თვითონ ჩავარდე მე მიხვდები ასეთი მე ვიცი ძალიან ბევრია ქალებიც არიან ასეთი რომ ქვებს ესვრიან რუშებს და ამ დროს ისეთი რაღაცა ემართება ცხენია და ღმერთი კურნავს მათ ამ თოდვით დაცემით ამ პარტავნობისგან ისეთ თლიანად სხვანაირად ვერ არავის არ განიკითხა ანუ ამიტომ სხვანაირად ადამიანს არ შეუძლია აზრზე მოსვლა სანამ თვითონ არ დაემართება დაახლოებით ასე გამოდი ხო და ამას გიორგიმ თქვა რომ აი ვისაც შენ ისე გაუხარდება იმათად მე შენ გაჩვენე ძალიან დიდი მადლობა ეს ხალხი შეიძლება გაიგეთ რა ნატიფია უბრალოდ ეს ხო მარტივი უბრალოდ მაგრამ აი მართლა სიყვარული და სიცოცხლეა ძალიან დიდი მადლობა მას ვიზამ აჰა აი ესე დიდი მადლობა მამაგურა აჰა შენ ხარ სიყვარულისგან დანიშნული ახლა ამ შემთხვევაში მე სიმბოლურად ვამბობ სიყვარული ცოცხალი შეიძლება სიყვარული არ იყოს ცოცხალი სიკვდილზე მეტია სიყვარულიო თქვენ ახსენეთ დასაწყისში და მოდი სიკვდილზე ძლიერი აი ვისაც არ უყვარს მხოლოდ სიბინელით გამოწეული ტანჯვა გადააქცევს სინათლის წყურული ჭეშმარიტ სინათლე აი თუ ქრისტეში კიდე შეხვიდე აი სიბინელე უნდა ტანჯავდეს ვერ უნდა იტანდეს ნაკლებს ვიდრე დიდი სიყვარული აი ეს ხსოვნა ვისაც ძლიერი აქვს მათ შეუძლიათ გაანგრიონ ეს წუთის სოფელი თავის თავში ჯერ მე როცა თვითონ გამოარღვევენ ამ წუთის საშოთ ის ნათელია თვითონ უკვე ის ქრისტეა გასხვავება არ არის ქრისტე თავიდან ამბობს და ენა მე ვარ ნათელი სოფლისა ნუ აქ რა ჩანს ახლა მე ვარ ნათელი ჩვენ ბნელი და რა ვქნათ ტაში დაუყრათ არა მე დაენათობდეს ნათელი წინაში კაცდა თქვენი ნათელი დაენათობდეს ნათელი თქვენ უკვე თქვენია ანუ მე რომ მქონდა მე იმიტომ კი არ მაქვს რომ მე თქვენ გულებს უნდა გადავუკიდო მაგრამ თქვენი გული თუ სველია ანუ წუთისოფლის ალახშია ჩავარდნილი აქაური გემოვნებით აქ მეში ვერ ეკიდება და ხრჩოლავს შემთხვევაში ასე ხრჩოლვაში ვართ ბევრი ქრისტიანები ანუ არც გვიკიდია ანუ გამოცხადებით შენ არ ცივი ხარ და არ ცხელიო ნეტავ ან ცივი იყო
ან ცხელი, მაგრამ ნელთბილი ხარ დამოგანთხებ ჩემი კიდე და ამდენ ნელთბილი ვინ არის? ვერ სხვას აძლევს, იმდენ და არც აქეთო და ცივი ქემაინც უნდა მიიღოს და მიიღებს და ცხელი თუ ხარ პირიქით უკეთესია გასცე. ანუ აი ეს გამოსამწუხაროდ ეს ნელთბილობის სენი გვაქვს. თითქოს ყველაფერი ვიცი, ჩვენ თავი ქუჩი გვაქვს უკვე. ჩვენ ხო ერთად გაგვიმართ, ერთადერთი მართლა რა თვინდა სხვები. და ადამიანებს სიყვარული უნდათ ასე ძალიან, მაგრამ აი თქვენ რო თქვით ნელთბილობა არის სწორედ ის, რომ არც მიღება შეუძლიათ და არც გაცემა ამ სიყვარულის. მაგრამ მაინც ყველგან სიყვარულს ეძებენ. ხო და რა თქვით ამდენი ეს სიყვარული კიდე ცოცხალია, ღმერთია, სიცოცხლეა. ხო და ის გიყურებს, აბა რატომ მასარო და შენი დითი რამბები, ლექსებიც კარგია სიყვარულზე, მაგრამ ვის უყვარს? აი თვითონ მოყვარული ადამიანები თუ გამრავლდებიან, ვისაც კი არ ლაპარაკობენ ტრაქტატებს, კი არ წერენ და კი არ ქადაგებენ თუნდაც, არამედ თვითონ არიან, აი იმდენად მარტივია ეს ყველაფერი. მე მგონი სიყვარული არის, როცა გონზე მოყვარ. იმიტომ რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ გიყვარდეს და ეს შენი კონსტიტუციური მდგომარეობა გზა ჩაგვეხერგა. ძალიან შორ წავედი და ვერ მოვდივარ და მოყვას ეს სიყვარული, სწორედ ის არის ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს იქ მოსვლაში, იმიტომ რომ მეცაც გეტყვი, უსიყვარულობა ის არის, ჩვენ ცალ-ცალკე გონია ყველას თავი. ეგოები ვართ მარტო და ეგო უკვე გაწეწელი სიყვარულია, დანაწუწებული. სხვათაშორის სიტყვა ვწვალობთ ყველა. წვალება, განწვალვა ამ წვალებელი რო ქვიათ თავშოთ ორგანიზაციებს სექტები წვალების კი არა გაწამებ შანთები წვალი განწვალვა ნიშნავს დაშლა დაქუცმაცება მე შენ ყველანი ვწვალობთ რატო იმიტომ რომ ეგოებით გამოვიყავით ერთმანეთ დავანაკურწეთ სიყვარულია ჯვარცმული დაგლეჯილი ამ სხეულებში და იესო დიდ სიყვარულს უნდა აღადგინოს თავისი ნაწილები ისევ და აღადგინა მასში აღდგენილი ვართ უკვე ერთ დეიურე განმახორციელოთ მოდი რა წავიდეთ ამ გზით რა დაგჭა მეგოში რა გაგესეთი როგორ განმახორციელოთ? აი ამბავზე მიდიხარ, მე წამიყვარო, იქებ უკეთესი გაქვთ, რამე კაცო და გვიმალავთ, გითხრათ, ისა ფულია, კარიერა, წარმატება და თუ სად არის უკეთესობა და ერთმა პირიქით წამოვიდეთ ერთმანეთისკენ, რომ ის დანაწევრებული სიცოცხლე და სიყვარული ცოცხალი თვითონ. სიყვარული შეიძლება ცოცხალი არ იყოს. თუ ცოცხალია არ უნდა იცოდეს რომ მე ვარ სიყვარული, მე ვარ სიცოცხლე, არ უნდა გქონდე. კი, სად არის ცალკე? სხეულებშია დაშლილი. რა უნდა რომ ჩვენ ყველა გონს მოგვიყვანოს და თან ერთში ვიქნები და თან ცალ-ცალკე სიყვარულები. ეს საოცარი რაღაცა. ამის პერსპექტივა კი არის უკვე მომხდარია. ეს ჩვენი მისაღწევი არ არის, ჩამოსაღწევი ვართ ტვინებიდან აქ და ის უკვე არსებული აქ არის აწყო. ქრისტეში უკვე აღდგომა ეს არ არის ერთჯერადი ისტორიული აქტი ეს არის დროის მიღმა მოვლენა რომელიც ჩვენ შიგნით მოხდა და ის გველოდება ახლა როდის მოვალ გონზე ანუ უგონობაში ვართ იმიტომ რომ გონია რომ ცალ-ცალკე ვარ გონს მოსის ყვალობაზე შენ ქრისტეში შედიხარ და ამთლიან და დამთავრდა ისტორია დასრულდება მთელი ჩვენი ეს ქერქივით და ქაფივით გადაიხდება მთელი წუთის სოფლის შენი შეიარაღებები და ატომები და არაფერი არ არის ეს დროებით არის ჩვენი შიშები კვებავს მას ვიდრე გავიზრდებით ვიდრე უფლისწული სიყვარული გონს მოვა შეიშმუშნება ამას ყველაფერს სიზმარივით და კოშმარივით თავის თავი და მოიშორებდა გონს აღდგება დიდ სიცოცხლე, იმ სიცოცხლეში ყველა გამოვიხედავ. ეს ღაპარიც რო იყოს, ოცნებას რო იყოს, მაინც მირჩევნი ამ ოცნებაში ვიცხოვრო და მოუკვეთე. ვიდრე რას უყურო, რას რეალობას რო მილიონი წლის მერე მზე ჩაქრება და აქედანვე დავიწყოთ სამზადის რო მექანიკურად, ბიოლოგიურად გადავრჩეთ. ხო, კი ბატონო ეს მეცნიერულად სწორია და მეცნიერია, მაგრამ იქ არის მეცნიერების იქით არის სხვა ქრისტე სიცოცხლე რომელიც ხო და ეგეც ხო სიკვდილის შიშია. აი ეს მცდელობები რომ ოღონდ გადავრჩე, ან აი ეს მასკულინური ძალა რომ დაიპყროს, გააკონტროლოს, სახელი დატოვოს სიცოცხლის მერე. ესეც ხო სიკვდილის შიშით არის მოტივირებული. ხო და ეს არის ადამიანის იმ მდგომარეობიდან დაბადებული და განივთებული და ცოდენად და სისტემებად ქცეული, რომელიც დაშორდა იმ თავდაპირველ თავის სამოთხის და რეალობა ეს გონი. აქ მიდის ბრძოლა. აი სწორედ ეგ არის ადამიანის ბედისწერა, რომ მას შეუძლია ორივე რეალობაში იყოს ერთნაირად. იმიტომ რომ თუ ეს არჩევანი არ ექნება, იმიტომ შეიქმნა ადამიანი სხეული მატერია, აბსოლუტურად განსხვავებული და გონი. აი მაგათ მარცვალი და მიწა სრულიად განსხვავებული ორი სტიქია. მარცვალში არის პოტენცია, შესაძლებლობა, მაგრამ თუ მიწა არ იქნება, ვერაფერს ვერ გააკეთე, შეჭამე დაკვნიტე თუ გვინდა. საზამთროს მარცვალი რა. მეორე ხი მიწა.
რომელიც მარცვლის გარეშე ნოლია ესე ბლანტი შავი მიწა უერთდება ერთმანეთს და ვიღებთ სასწაულებს ზუსტად ეს არის ადამიანი ღმერთმა შექმნა ორ სტიქიად რომ შუაში მისი მიქსი თვითონ გააკეთოს თავის ქმნილებისკენ და ქმნადობისკენ თვითონ წავიდეს მას გარედან არ ქოდეს მიცემული მაშინ ის კლონი იქნებოდა და პიროვნება არ იქნებოდა იმიტომ რომ გარეთ ვარ დასრულებული ვარ და მე რა მაქვს ამაში დამსახურებ ამიტომ შენ თავს შენივე შესაძლებლად გაძლევ ორ კომპონენტი და 50-50 და ამ ბალანსის აღდგენა და ბოლოს მესამეს მიღება ის ამ ორი შვილი გონითი საწყისის და აქედან მატერიალური საწყისის მესამე გულის სიყვარულით ავსებული გული რომელშიც ორივე მატერიალურიც და სულიერიც ამიტომ ლოცულობს მომძენი ზენზე ვინ იყო მდიდარი და ყველაფერი ქონდა ყველა სიკეთე და სიზმარში ეუბნება განგება ხო წარმოიდგინე შენ რო გითხრ რა გინდა მთხოვე და მოგცემ ახლა ვიღაცა რო ყოფილიყო რას უნდა დახარბებოდა რა კიდე მეტ და მეებს ყველაფერი მაკუფალო არაფერი და ერთადერთ გთხოვ გული გონიერი მომეცი ანუ გონება ანუ ეს რა ხდება სამყაროში ყველაფერი ცოტა გულთან შეერთება თუმცა ეს ორი ცალკე გულის სტიქია საწყარ იმიტომ პატრონი არ ყავს და ვნებებში ეშვება და სტიქიები, ომები, უბედურებები, ჭგლეთები, ვნებები, ემოციები, აგრესიები, სიძული ეს ყველაფერი სტიქია, ეს არის ლავა, თავისთავად უცები, რომელიც სიყვარულამდე ვერ რაფინირდა უგონობის გამო და ამიტომ აი ასე გამოხატავს და ახლა საჭიროა როგორც ხედარი ჭირდება კარგი ცხენს, რომელიც აი ესეთ ის არის, ხო მოიხელთოს და ეს არის ის რომელიც ეს მოიხელთა და გაამთლიანა და დაცხრა გულის თვითონაც დაცხრა, ახლა ჩვენ გვაძლევს აი ამ წმენით გვაძლევს ამ სინთეზს, ამ დასრულებული სიცოცხლით და შენზეა დამოკიდებული, ახლა ამას მისცემ თავს თუ არა. თუ მისცემ თავს ჩვენ ყველანი ერთად ჩვენ შედგება სწორედ ეს ახალი კაცი გულისა და გონის გამო ეს იმეფებს, ეს არის მისი მოსვლა ძალაუფლება. ჩვენ თანამონაწილეობთ ამაში. ჩვენ მოყვანთ გარედან არ მოყვანთ ვინც გარედან მოვიყვანეთ აგერ ვხედავთ რომ სანამ გარეთ ველოდებით არაფერი არ იცვლება და ეს გულის და გონების შეთანხმება არის სწორედ ფსიქოლოგები როცა განიხილავენ სიკვდილის შიშის თემას ისინი ამბობენ რომ ამ დროს ეს ფოთი როდის ემართება ადამიანს როცა ერთ-ერთ პოლარობაშია გაჭედილი ან ძალიან მასკულინურში გონებაში ან ძალიან ფემინურში გულში ანუ ეს რა არის ხო ფემინური რა ყველაფრის მიღება აქ და ახლა აწყვოში ყოფნა ეს ქაოსიც ოდნავ და მასკულინური აი სწორედ ის კონტროლი. აი როგორც კი რომელიმეში იჭედები, ეგრევე გიპყრობს ეს შიშები. და აი ამ ყველაფრის ინტეგრაცია. ზედმეტი ცაროც არის ზედმეტი. ხო ერთი სულიერება არის ცეცხლი და მახვილი დააკვირდით თუ კიდე ღმერთის სახელით ომები და უბედურებები რომ მე ჭაშმარიტება ჩემთან არის. კი. ქართველებიც ვიჭაჭებით ხო რატო ვიჭაჭები შვილო რათა თუ ხარ სიყვარული და ღმერთი შენთან არის რატო ყვირი ამას გაჩერდი და მიაშუქეს ხებს რას ებძვი როგორ შეიძლება სინათლის სიბდენეს ებძოდეს ჩვენ მტერი არ აყვავს მართლმადიდებლებს მაგ გაგებით თუ მართლა სწორად ვართ მართლმადიდებლობა არის განკაცებული ქრისტე მოძღვრება რომელიც განკაცებისკენ ყავართ ჩვენ ყველანი სხვა რეალობა არც არსებობს დანარჩენი არსებობს ნაკლებობა ამ გაგების შესაბამისად შენ თუ სავსება ხარ მოდი ეს ნაკლებობა აღავსე გარეთ კი არის ებრძოლა ამოავსე სიყვარული კი არის ებრძოლა არა და ჩვენ ხუებს კი არა ხა ერთმანეთს დავერიეთ ორ მართლმადებელი ჭამს ერთმანეთს და ეს აი ეგ არის ჩვენი ჯოჯოხეთი და გვინდა ასე ცხოვრება მოდით მამაგურ ამ ბოლოსკენ აი რაღაც მინდა რომ ამ გიორგის თემით დავასრულო თუ შეგიძლიათ მოკლედ გითხარით რა შეიძლება ისწავლონ ადამიანებმა გიორგისგან ახალგაზრდებმაც დიდებმაც რომ არის სხვაგვარი სიცოცხლე ვიდრე ის რომელიც ხუთი გზნობიდან აღიქმება დაინახება მოისინჯება და რომელთაც ჩვენ თითქმის 90% დაკავებულად გარსით არის გულის გულში თავთუხი იქ არის სიცოცხლე იქ არის გამოცხადება იქ არის ქრისტე ჯვარცმული აი ასეთ შევიწრებულ ადამიანებთან და ამიტომ ეს სულაც არ არის საჭირო რომ მაინც და მაინც უადო პატიმარი გახდე ან მონასტერში წახვი და არა უბრალოდ დავინახოთ ღმერთი არქმის ადამიანს იმისთვის რომ ამ ღვინეებში იყოს და ციხეებში იყოს ეს უბრალოდ დროებით არის ასე არ როგორც სტაციონარები არსებობს ხო იქ ადამიანები არიან გადიან სხვადასხვა მდგომარეობა ეკლესიაც სტაციონარია ჩვენი ჯერჯერობით მაგრამ ღმერთთან უკრას სულ სტაციონარი დარჩეთ არ გამოვეწეროთ იქიდან
ანუ და ციხიდან ეს ყველაფერი დროებით არის წუთისოფელი ეს არის მდგომარეობა აქედან აქამდე და არა მუდმივი სადაც ადამიანები ჩაგდებული ზოგი შვილი უკვდება ზოგი ციხეშია ზოგი იქ არის ზოგი იბადება ისეთი სხეულით რომელიც თვითონ საპყრობილია მისთვის დაბადები და უამრავ სად არის აქ სამართალი მაგრამ გიორგის მაგალითიდან რომ ძიმემზერა რომ მოაფასებთ ერთმანეთს და ცხოვრებასაც იმის მიხედვით რა ზედაპირზე ჩა ხანდახან გონია რომ რასა ბედნიერი ადამიანი და გშურთ რომ ახალი ბენტლით გაიარა ვაიმე აი შეიცინა იქ უცხოეთში ცოლში ტყუილია ეს არის ნამცეცები ნაგავის რომ იქექებოდი და ამიტომ თუ გშურს შენც არანაკლებ ბოროტობაში რჩები ვიდრე თვითონ ის რომელსაც გონია სიმდედრეში ამის მიღმა ქერქის მიღმა არსებობს სიყვარულის საბადოები დაუნაწევრებელი სავსე გვეყო სიმძიმე რომ წავართოთ თავი ამ ზედაპირულ ჭრელ წუთისოფელს მატყუარას მაცდურს იგი მიენდოსოფელსა ვინცა თავისა მტერია მინდობაზე ლაპარაკი წუთისოფელს არსებობა არა ამიტომ წუთისოფელი ჩვენ ქმნი ჩვენი უგუნურებით ჩვენივე შიშებით ეჭვებით ამბიციებით სიხარბით იმის გამო რომ უგუნურები ვართ მოუწყდით რეალობა ქრისტე მოდის ამ წუთისოფელს აუქმებს უმჯობეს გაზილებთ ამიტომ ნუ კი აუგზავნებთ ადამიანებს ხალხ ქრისტე ასაკძალად არ მოვიდა ნუ ლანძღავ ნუ პირიქით უკეთესი აჩვენეთ და ის გაბოროტებულია უბრალოდ და რო ნახავს სიყვარულს მოაქცევს სიყვარული იესო ჯვარზე ამას აკეთებს როცა ყველას ლოცავ ავაზაკი ინანიებს ადამიანს შენიშნა აბოროტებს აი მე ამხელო რასიშავს უსიყვარულო ხილება ადამიანს ახელებს ხილება როცა შეგიყვარს ერთადერთი ხილება ეს არის მისი არსს უყურებ უხადად იმისა გარეგნულად რას აკეთებს გინდა მოგარტყას გინდა გაგინოს იესოს უკეთებ ვიტყვი მე ვიცრი ის უგუნურია და არა უყვები იმის მიღმა მე ღმერთს ხედა აი ეს დანახვა მაგრამ ეს რო დაინახო შეთვითონ და გონდეს ეს გავლი ამიტომ მოდი მოვილაპარაკოთ არ ჯობია რომ სხვა თამაში ვითამაშოთ დიდ რახებთან ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად შედი შენ თავში აღმოაჩინე ქრისტე ჯერ შენში სიყვარული მე იმ თვალებით რომ შევხედავ შენ არ დაჭირდება ჩემი ლანძღვა ჩემი გინება ჩემი მითითებები მე ავტომატურად ამ სიყვარულს შენში რომ ნახავ შენ თვალებში მე თვითონ გავიძრო ყველაფერს რატო იმიტომ მე არ მჭირდება უკვე დაცვა შენგან და მე მეშინო და ყველას იმიტომ რომ მე მგონა რომ და ყველა დაძაბულება არავინ არ ვენდობით ერთმანეთს ალბათ საქართველოში რაღაცა ჩვენ ამდენმა სურვილმა ამდენმა ნატურამ ამდენმა ლოცვამ კაცო მილიონობით ადამიანები ლოცულობ ერთი პატარა ფეხის დასადგამი პატარა სიმყარე გააჩინოს რომელიც ამ წუთისოფლის გაღმა არის და ანუ ერთობა რაღაცა მდგომარეობა რომელიც ისე იცხოვრებს როგორც ჩვენ ვამბობ და ყველა წამოვა აქეთკენ ამ წერტილის აი ამის პროცესი მიდის ახლა დარწმუნებული ვარ იესო ამბობს მე ლიებსო რო აქო და მე არ ვიცი თავისადმი ვიდრიკო და იესო დღესაც ამბობს იგივე საათ ქართველებო ამდენი წმენა თუ გვაქვს ამდენი სიყვარულები ამდენი ტრაბახი წინაპრებით რუსთაველით ჩვენი პატრიარქით ყველაფრით მაშინ რაც იმად გვითხრე რაც იმად რის გამოც პატრიარქის თაყვანსაცემად და პატივის მისაგებად მილიონი ადამიანი რო გამოვიდა გიყვართ პატრიარქი მოდი არ გავაკეთოთ ის რაც მათ წყენდა ჩვენ წინაპრ რა უნდათ ჩვენ წინაპრ რას მიგითითებდნენ თუ გიყვარდეთ შეუნდეთ ერთმანეთს მიიღეთ ერთმანეთი ისეთები როგორიც ხართ აი ამ წერტილს გავაჩინეთ ეს იქნება ქრისტეს სხეულის ჩანასა აქ ყველა მოვა მე უბრალოდ გავაჩინოთ ეს ნაპერწკალი თუ მართლა ქრისტიანები ვარ და თუ მართლა პრეტენზია გვაქვს რომ ჩვენ ახლოსა ვართ უბრალოდ აი ამაში გამოვავლინოთ და დარწმუნებული ვარ რომ ნახავ ლაპარაკობთ ამაზე მარტო მე და შენ არა ვარ პირიქით გვერდანობთ ანუ ყველა სახელით ლაპარაკობ იქნებ ჟამის ახლოს არის მოსვლის უფლის მოსვლა ისუსაც სიმწიფეში მოსვლა ამ სიყვარულს ჯერ არა იმწიფე არ იჭმება ლაპარაკობ წყალწყალა მომწიფდება და უკვე იჭმება ჩვენ ეს არის ზიარება ორის ერთად გახდობა აი მაშინ იქნება მაშინ ცათა სასופლებელი აქ ჩვენთან მიწაზე საქართველოში ჩვენი გონს მოსვლა დააჩქარებს ამ პროცესს ძალიან დიდი მადლობა მამა გურო მადლობა ამ საჩუქრისთვის ჭეშმარიტად აღსდგა თქვენი გამოხმაურება იქნება საინტერესო კომენტარებში დაგვიტოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები და ფიქრობ რომ ეს ეპიზოდი იქნება ჩემი არხის მაყურებლისთვის ერთ-ერთი გამორჩეული. ოღონდ ერთი რაღაც თხოვნა მაქვს კიდევ უნდა მოგიწვიოთ სხვა თემაზეც სასაუბროთ რაზეც ჩაწერამდე გთხოვეთ ეს არის სიყვარული და ამაზე ცალკე ვისაუბროთ პეტრე მოციქულს აქვს სიტყვები უფლის მოსვლის მომულოდინებო და მომსწრაფენ ანუ
ეს არის მდგომარეობა, ნოდის მოხვალ უფალ ასე წერიასა. მაგრამ აქ რაღაცა იკარგება, მოხვალ რაც მე უყურო პასიურად. და ორიგინალისთან თარგმანები ხო. სრულყოფისკენ მიდიან არც ერთ თარგმანი არ ესო. წერია უფლის მოსვლის მომულოდინენო და დამაჩქარებლი. ანუ შენ ჩართული ხარ. თუმცა ამას მიხვდები. კი. შენ ყველაფერს არ გააკეთებ, თუ მე ჩემი მოქმედების სიტყვით, მიტევებით მე დავაჩქარებ, თუ მართლა ქრისტე გიყვარს, მოდი გავაკეთოთ ქართველები ეს. ჩვენ გულში გავამეფოთ ქრისტეს ყოვლის მიმტევებელი და ყოვლის მოწყალე ესეთი სიყვარული, ყოვლის დამტევი თავის არში. ყოველივეს ამაღლებული ყველა ცოდვაზე და ყველა ნაკლებობაზე და გამამთლიანებით და როცა ყველანი ჩვენ გულებში გავოთ, არა ზოგადად ქრისტე ყველას გვიყვარს, ზოგადად კაცობრიობაც გვიყვარს, ქართველებზე ვგიჟდებით. მოდი შენ შეიყვარე შენი თავში გააბატონე ქრისტე, ჩვენ ყველანი და უკვე ეს დავაჩქარებთ ამას, აი მატერიალიზაცია მოხდება, ამას კი არ ვილაპარაკებთ, რაღაცა კი არ დავიწყებთ აზრებში, არ ჩვენ ვიქნებით ცოცხალი ტაძრები, ქრისტეები და ჩვენი ერთობა იქნება ცოცხალი ტაძარი, რომელშიც უფლის ნათელი დაეშვება და სამყაროსით ნათელი ვიქნებით. რა გვიშლის ხელს? აბა მითხრა. აბა შენ მითხარი. თქვენი გონება გვიშლის, ფიქრები. გონება ნუ თუ ამ ჩემს სურვილზე ძლიერია, დავიჯერო, შენ არ თქვი რომ სიკვდილზე ძლიერია სიყვარულიო. ესე იგი მაშინ შენი გონება კი არ გიშლის, სიყვარულის ნაკლებობა და რწმენის ნაკლებობა. იმიტომ რომ რწმენა სიყვარული ძლიერი ქოდეს გონებას მასვისანდი გადაწევდი შენ, როგორც ლოდი რო გადაიწე. მე ძალიან გადაწეული მაქვს, ხანდახან ვფიქრობ ნამეტანი ხوار გადავწიე ეს გონება. არა, გიშლი, აგერავარ ჭარბს ჩვენ წავიღებ, გადავინაწილებ ოღონდ კი შენ. დიდი მადლობა მამაგურა. რომ მომეც საშუალება თავის ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად საქართველოს აღსდგა უფლის ნათელში. მე ჩემს მაყურებელს ერთი კვირით ვემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ დრო დაუთმეთ ამ პოდკასტს. დროებით.